გამარჯობა. Სარბიას პოდკასტის დროა. ჩვენ დღევანდელ სტუმარს დიდი წარდგენა არ ჭირდება. ჩვენთან ერთად არის არჩილ არველაძე. არჩილ, გამარჯობა. მოგესალმები. ცოტა წუდროს მოვედი, მე მგონი. საშას მერე ძალიან რთულია, ისეთი კაი გამოვიდა. არა, კონდა იმის მერე ერთი გადაცემა. ხო, მაგრამ სტუმარი არ გყოლიათ. მართლა აქედან კიდე ერთხელ ჩემს საყვარელ ალექსანდრე ჩივაძეს. მართლა ძალიან კაი იყო, ხო მე თქვენ გადაცემებს რა თქმა უნდა, ფაქტიურად 99% ყველა ნანახი მაქვს. და საშას გადაცემა იყო ერთ-ერთი ალბათ ყველაზე კარგი რა შემიძლია ვთქვა მიუხედავად იმისა რომ ბევრი ფაქტიურად ყველა მისი მოყოლილი ისტორია ვიცოდი მაგრამ რომანციზმი არ ვიცოდი არც ის ნიუანსები არ ვიცოდი რაც თურმე ბოლომდე მერე კიდე არ მოუყოლია და დაუვალია მაგას მერე პირადად ვკითხავ როგორ გადახდა ფანჯრიდან და მერე როგორ შემოვიდა კარიდან იმოთახში მყოფი ერთი მოთამაშე ხო მე ძალიან კარგად ვიცნობ სხვათა შორის მას და მე ვიცი რატომაც არ თქვა საშავმა და რატო არ მოყვა გავრილოვიჩი ბოლომდე ყველაფერი ყოც ვაკაცობე შენ და შოთას კარგად გეცნობებათ ეგ კი ჩვენ ხა ბედნიერება გვაქვს რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა როგორც ფეხბურთელს და ჩვენ რო პატარები ვიყავით ხა ეს თაობა ზოგადად ჩვენი თაობისთვის რაღაცა წარმოუდგენელი სახალხი ხალხი იყო და მე ხა როგორც ჩვენი მწნელი და ნუ მე როგორც ახლა უფროსი მეგობარი და დღევანდელი ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ეგ აღარ ვთქვათ ახლა საიდან ეცოდინებათ უფრო თორე ეს კომანდოს თავმჯდომარესის გამოვა ხო ნუ ახლა ზბორი არ იყო გასული, დაწყებული და დამთავრებული, როცა ჩვენ მსგავს ისტორიებს გვიყვებოდა თავის ამბებს, ხო. ნუ მე მაგას მოყვა უკვე ჩვენი საერთო ისტორიები, მე მოყვა თითო ნაკრების ისტორიები და ნუ დღემდე გრძელდება ჩვენი, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემა ყველა იმ თაობის, მაგ თაობის ფეხბურთელების და გავლოვაშთან განსაკუთრებულად თბილი და კარგი უფროსური როგორც შეიძლება ამ ასაკში განსხვავებით მეგობრობა გქონდეს, რა თქმა უნდა დიდი პატივისცემა გვაქვს ჩვენ სამივეს მეც რეძისაც და შეთანხმებას. ბევრი წელი სულ მინდოდა დაზუსტება, რატომღაც მახსოვდა იმაში ახალგაზრდობიდან რომ საშა მითამაშა ბოლო პერიოდი თავდასხმაში რა. და ვისაც ვეუბნებოდი, ზოგი ვერ იხსენებდა, ზოგი მეკამათებდა, არა და მომეცა ეს არა. კითხე და კიო? და კიო, ბოლო აი კარიერის დამთავრებამდე ბოლო რამდენიმე თამაში ითამაშა იმათ, ნახევარ. არა, ფორვარდ. რამან თავით კარგად თამაშობდა და დინამოში? ხო, ცენტრ-ფორვარდი იყო. თავით 3 თამაში, 4 თამაში. ой, არ მახსოვს. 97-ში დაამთავრა თუ არ ვწდები. მან თუ თავდასხმაში ითამაშა, ნამდვილად არ მახსოვს. მახსოვს ეგ პერიოდი, შეიძლება მახსოვს აი ვერდერის პერიოდი მახსოვს, ხა უკვე დიდი ვიყავი რა თქმა უნდა და ძალიან ისე ყურადღებით უკვე ხოიცი რაღაცებზეც რო ფიქრობ, უკვე ის ასაკია. ანუ გარჩევითი თვალსაზრისით გულისხმობ ფეხბურთის მხოლოდ გულშემატკივრის პოზიციიდან არა, უკვე რო თამაშობ და რაღაცებს რო აკვირდები. მაგრამ მე ნამდვილად არ მახსოვს რომ ხო რაღაც მინდოდა აი რაღაცა ხოიცი ეს მახსოვს როცა დირდირს თამაშობდით ხოლმე რა თქმა უნდა უკან არ იდგა სუწინ თამაში იდგა ხოლმე და სუწინ თამაშობდა ეგ ესე რა ფენომენი რა ახლა ეს თელ ცხოვრება რო დაცვაში აქვს დათამაშა აგერ კალაზეც ეგრე არა თქვენ კალაზე ახლა რო თამაშობს ხო არ უნდა ეხა იქ ჭიდაობა და უნდა ის რა თქმა უნდა მასტერლიგაში რაც კაკლია ის იმიტომ რომ ეხა დამცველები ძირითადად ნუ ესია ეხა მოწყობილი არ ეწყინება არც რა თქმა უნდა ახაც და არც არავის რომ ძალიან ფაქტიურად მე არ მახსოვს ვერც ერთი დიდი ფეხბურთელი რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მიაღწია დაცვაში დაეწყოს და თავდასხმაში წასულიყოს და იქ პირიქით ძალიან ბევრი კარგი თავდასხმელებიც აი მათეუსის დონის დაუშვათ ბეკენბაუერი დარწმუნებული არ მოდრიჩი აი მსგავსი ესეთი 10 ნომრები თავდასხმელები შემტევითი პლეიმეიკერები საშას ზამერი ეგრე არის ხო არა ზამერიდან რა ვქვი ეფენბერგები და რა ვიცი ზამერი იყო ტიპიური 10 ნომერი და ბოლო ცენტრალური მცველი და მე მოდი შუსტერი მაგალითად რომელიც ცენტრალურ დამცველს თამაშობდა
საშასაც ესე აქვს დაწყებული ანუ შემტევი ნახევარმცველი, მერე უკან და მერე თლათ ცენტრალურ დამცვაში ითამაშა რა და აქედან გამომდინარე ხა ვერ ვიტყვი მე არ მახსოვს რომ ვინმე ყოფილიყო თუნდაც მარცხენა დამცველი მარჯვენა დამცველი რომელიც პირიქით არ მომختارიყო აი მაგალითად რობერტო კარლოსი დაწუნებული ვარ რომ შემტევი ვინგერი იყო შემტევი ანუ ბავშვობაში სულ წინ გარბოდა მარსელო აქედან რა ვიცი ყველა ბრაზილიელი ალბათ ხო და მე ნენელა ჩამოდიხარ და უკვე კარგად შემტევი ძალიან მაგარი შემტევი დამცველი ხდები და პირიქით არ მახსოვს ჩვენ ესა კაკაბაძე გარემარბი იყო და მარჯვენა მცველი გახდა რა. ბატონო, აგერ აზაროვიდან დაწყებული დაუშვათ მსგავსი ფეხბურთელები, რომელსაც ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ წინ წავიდნენ და ალღო აქვს რომ მე უკვე ისწავლო, იმიტომ რომ ამ დაცვის სწავლა უფრო შესაძლებელია, კი არ ვაკნინებ რამეს ან კი არ ვიძახი რომ უბრალოდ თუ ოდნავ მაინც აზროვნებ ცოტა შეგიძლია დაცვითი ფუნქციების შესრულება ამის სწავლა უფრო ადვილია ვიდრე ხა მიდი კაცის მოტყუებას ვერ ხო ძალიან რთულია რა ხა გოლს რაღაცა სხვა ის უნდა რა და ამიტომ ესე ხდება ხოლმე სხვათა შორის ყველა დიდი ეგეთი დამცველი არ ვიცი ხა შეიძლება გამონაკლისიც არის რომ არასოდეს არ უთამაშია წინ მაგრამ ძალიან კაი დამცველები არიან დღესაც მაგრამ ხშირია რომ უკინა ზევიდან წამოსულები ხდებიან კარგად პრინციპში უფრო ისა აქვს რომ კარგად ერთვებიან წინ კარგად მიდიან წინ გოლს აგდებენ შეტევაში კარგად ერთვებიან და ეს რა თქმა უნდა ეხლა ძალიან ფასობს როცა შენ დაცვაში თამაშობ აი კარიერის პირველ წლებში პუიოლი იყო ესე დაიწყო თავიდან პროფესიულ კარიერაზე არ ვამბობ თავიდან 16 წლამდე გუნდებში იყო ლამასიაში თავდამსხმელი და მე რო ჩაწიეს უკან მე ნუ ვანგაალს მოეწონა და შემდეგ იქამდე სანამ ვანგაალამდე მივიდოდა უშვებდნენ რა საერთოდ გუნდიდან დაბალი ხარო ვერ ისდებიო აი ბოგარდე მაგალითად რაიციგერი მე რაც აიაქსიდან ამაკ გაგონილი რომ თავდამსხმელები იყვნენ და შეტევაში იყო და მე ხო და ამხელა მთაკაცი ვერ გაასწრებდა ვერავი და მუტრუკი და რაღა იქ ვერ შვებოდი და დადექი უკანო და აი რაიციგერზე კიდე წარმოვიდგენდი ბოგარდზე ხო წარმოვიდგინე მაგრამ ბევრი ეგეთი შემტევი ფეხბურთელები არიან მაგრამ არჩილ აი ბოდიში ვიხდი სტუმრად ყავდა უგრეხელიძე აგერ დინამოს ფეხბურთელი ნიკა მე თავდასხმელი ვიყავიო ჩოვლებრივათო 14-15 სასაკშიო მე 17 სასაკშიც კი ჩამოვიწიო ცოტა ნახევარდაცვაშიო და U17-შიო თუ რომელიღაცა ნაკრებშიო აი შემთხვევითო აღმოჩნდიო ცენტრალურ დამცველზე რაღაცა ტრავმის გამო მე მომიწია თამაშიო ნახევარდაცვაშიც თამაშობდიო და ნუ მე მივხვდიო რომ ჩემი პოზიცია ეს არისო და ეხა უკვე U21 ევროპის ჩემპიონატი აგნა თამაშები და თურქეთის უმაღლესი ლიგა ცენტრალურ დამცველის პოზიციაზე და ნუ აი ბატონ საშაზე ერთ ისტორიას გავიხსენებ რახან არის იმაზე. უკან როგორ ესე მოხდა რომ უკან ცენტრალური მცველი გახდა რომ იმ საჭრო აგინებს ნახევარი საქართველო ეტაპჯიანს. ხო. იმას რო არ გაეგდო ხინჩაგა. ხო, მე არ ვითამაშე. ხო, არ მოუწევდა თამაში და ეს საინტერესოა სასაცილო მომენტი იყო მიხეილ მესხზე იყო ვარჯიში 21 წლამდელების წვრთნელია თვითონ და ეხა ბოლოს რო რჩება ვარჯიში რომ მორჩება და გასართობად პატარა კარებში ვახვევენ რა და ესე ნულოვანი კუთხეა და პატარა მანძილია და 7-8 ფეხბურთელი დარჩა ვერც ერთმა ვერ ჩახვია ეს მივიდა და ჩახვია რა აჩი ერთი სამწუხარო ამბავე დავიწყავ ასე ვთქვათ ხო იურა ტაბატაძე კადესის ყველაზე ეხა ძალიან ისეთი ძალიან კარგი რამოდენიმე ხო რაღაცა აგრეთვე ჰქონდა და ჯვარედინა მას უსურვოთ მალე გამოჯამთელება არ ვიცი ჯვარედინე ესენი იოგები და შანზე კომპეტენტურს მაგამოში ერთ-ერთი მე ვარ ნამდვილად შემილია თქვა ექიმებზე მეტი იცი მაგებაზე იმდენ დრამაგა სკაუსი გადატანილი და მუხლების გადმუხლის გადამკიდე ხო რასემძემესაა ეგ დრამა იცი რა მე არ ვიცი სამწუხაროდ დღეს ნუ აი როგორ გითხე ყვებოდი რომ იმაში რა ქვია გვერდიდან რო დაგეჯახოს მანქანა მეთქი და ესე რო ეძახიან კარია გაფუჭებული თუ სტოიკა გასაჭიმი ხარ რა ზართული ხო აი ფეხბურთში ყველაზე მოტეხილობას არ გულისხმობ
თუ კი ტრავმა შეიძლება იყოს რთული, არის ასე იგი ახილების ქუსლის გაწყვეტა და ჯვარედინა იოგის გაწყვეტა, ეს ორი რთული, მოტეხილობასი არ ვიძახი რა, ხო თუ მოგტყდა ფეხი ყველაზე ცუდია. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი მეორე ადგილზე შეიძლება იყოს იქედან გამომდინარე, თან ხა როცა სწრაფი, შემტევი ხარ, კიდე დაცვაში კიდე ცოტა შედარებით ისეთი არ არის, როგორიც თავდასხმელისთვის, შემტევისთვის, იმიტომ რომ ამის პოზიციისთვის ხო, ხა შემტევი გარბი ხარ ესეთ სიჩქარეებზე, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ არ კონდეს, თქვათ, მენისკიც. თუ მენისკთან ერთად არის, ცოტა კიდე უფრო რთულია, იმიტომ რომ ხრტილები როცა დაზიანებულია, აღდგენაც უფრო რთულია და დატვირთვას მერე უფრო მოვლა. მოკლედ, ამ სულ მოვლა. ძალიან მაგრად უშველა, აი წარმოიდგინე რომ მე 99-ში გავიკეთე პირველი ოპერაცია, ფაქტიურად 90-ში 6 დეკემბერს გავიკეთე რა, 99 წლის 6 დეკემბერს და 6 თვე ფეხი ვერ დავდგი და დღეს 6 თვეში ვარჯიშობ გუნდთან ერთად ჩოვიდე. ანუ აი ხო, წარმოიდგინე 4 საათს აკეთებდნენ, 4 საათ ნახევარს ესა ოპერაციას, ეხა 25 წუთში კეთდება. მეთოდიკა ანუ გააჭრა და ეს არა, ართროსკოპიით კეთდება. ერთადერთი აი რაც ყველაზე არდიდათ არ შეიცვალა, ესე იგი ყველაზე მყარად კეთდება ისევ პატელის, ანუ პატელა არის აი აქ რო იოგი გვაქვს, ამას ნახევრად გაჭრიან და ამითი აკეთებენ იმზე. ან გაჭრიან სადმე კუნთოვან ნაწილს და იმ კუნთით, მაგრამ მაინც ყველაზე ძლიერად ითვლება პატელით გაკეთებული კიკტკივა მერე ეს და ნუ როცა ესეც გაგივლის, მაგრამ ყველაზე მყარი მაინც ეგ არის. ხა მე არ ვიცი, ხა არ ამგონია რომ ხა ესპანეთში ან რაც არის დღეს მეთოდი, ალბათ იქაც ესე იქნება, მაგრამ ვიბედოვრებ რომ საქმეს მაგას. იცი რა, ორნაირი რამეა, გადაღლა ნაწილი ყოფილა რომ მაგალითად ხა ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ მე როგორ მომივიდა, ხა პირველი ავარიით მომივიდა, მეორე უკვე ვარჯიშზე მომივიდა, მესამეჯერ უკვე გერმანიაში ისიც ვარჯიშზე მომივიდა. ანუ მანამდე, მაგრამ მე უკვე ცუდი ფეხი მქონდა რა და ამ ცუდ ფეხს სულ მალავდი რა, ასე ვთქვათ, ვინახავდი, დატვირთვა, მერე გტკივდება წელი, მერე ირღვევა ბალანსი, იმიტომ რომ რასაც როცა შენ ერთ ზოგავ მერე მეორეს უფრო მეც უდგეხარ, მეორეს დგეხარ, უკვე წელი გტკივდება, მეორე მხარე, ანუ მოკლედ ძალიან ბევრი რამეა. კარგი ვარჯიში უნდა, სწორი ვარჯიში უნდა, მერე სწორი მკურნალობა უნდა, მერე სწორი მასაჟი უნდა, მერე ყველაფერი სწორი უნდა, ანუ გადამეტებული არაფერი არ უნდა. ზოგი ფიქრობს, რომ აი გადამეტებულად კუნთის ვარჯიში უფრო გააძლიერებს კუნთს, ამ დროს კუნთს შეიძლება ვიზუალურად გააძლიეროს, მაგრამ დასუსტოს ეს ამ ყესი, იმიტომ რომ აი გააჩნია რა ვარჯიშს აკეთებ რა, ნუ მილიონი რაღაცა დღეს მეთოდიკა ყოველ წელსია როგორც კომპიუტერი და ტელეფონი იცვლება ყოველ წელს და ვითარდება, ესეთი შეცვლილია სპორტული მედიცინის. ეგ დაჯახების შედეგად. მე დაჯახების შედეგად მომივიდა და ეხა ამ შემთხვევაში არ ვიცი როგორ ზოგი მაგალითად კახა ცხადაძესაც ძალიან ცუდი ანუ შეიძლება გადასწრებულია ყველაზე რა. ხიზანას მაგალითად ზურას ახტა და ცუდად დახტა და იქ გაექცა დადაცემისას, ანუ რომ დახტა მაშინ ცხადაძესაც ეგრე მოუვიდა კახას. ზოგს შეყვა ფეხი მოუბრუნდა და ისე ვერ გაიგებ ხა ესე. შოთის გუნდელი ხა მაგალითად არაფერი ესეთი, ცუდად დადგა უბრალოდ რაღაცა გაინასკვასავი, აი რო ინასკვებად და ტყავდა უცებ შეიძლება გაწყდეს. აი გიორგის მაგალითი ჩაკვესი, ხო აი დაფრინავდა, მაგრამ მაინც ეს პატარ-პატარა ისინი თან ხა ცვლი ხო აი გიოს რამდენად მე აი ზუსტად ვგრძნობ რა ვგრძნობ იცი რომ აი ხო ვიხსენებ რაღაცას რა, რომ გარბი ხარ, რომ მოგდევს ვიღაცა, საიდან მოგზდევს. მე მაგათ ხო შიში არა გაქვს. როგორ აგაკ, იცი, აი
როცა ფორმაში ხარ, არაფერზე არ ფიქრობ რა. ასახტომს ხტები, დასარტყმელს არ ტყავ, შესაყოფს ყოფ, მიდიხარ იქ, არ ერიდები რა, იმიტომ რომ შენ მოგდევს რა. სიჩქარეში ჩავაგდე და გინდა რომ დაასწრო, იმიტომ რომ აი მაგ დროს სიფთხილე, მერე უკვე აი ხა მე მაგათად ვარჯიშზე როგორ მომივიდა, აი წარმოიდგინე, ბურთი გავისწორი, აი ქედან მოგროდა ჩემი მეგობარი თულუნაი, ცოტა ბურთი გამექცა და ოდნავ გძელი ნაბიჯით, გადავდგი გძელი ნაბიჯი და ის დამეტაკავ და ჩამყვა ეს ფეხი, აი ეს. და გავიგონე კაცს და გავჩერდი, ეგრევე შოთის დაუძახე რომ გავიწყვი და მეორეჯერ მეთქი და არა ვადექი და ვიცოდი უკვე რომ გამწყარი მქონდა. როგორც კი აქედან მომზდევდა ვიღაცა ამ ფეხებს ვაჯვარი აქეთ მარცხენა გადამქონდა იქით მარჯვენა რომ აქედან მოსულ დამწვეს აი სუის მქონდა მე როგორ გადავეჩვი ესე იგი დავიწყე ბავშვებში თამაში რა ანუ პატარებში სუბუქი წონანაკლები და სპეციალურად ვაგდებდი ამბურს აქედან რომ მორბოდა უკვე ვიღაცა უდგავდი ამ ფეხს ბრახ, ერთხელ ბრახ, ორჯერ, მე ხუჭავდი თვალს და შოთი მირტყავდა აქედან მხრიდან რაღა, აი ესე რა, რომ ეს შეგრძნება რომ აქედან მორტყმული ფეხი და აი ესე ნენელა გახო მაჩვევდა, მაგრამ ნუ ეხა ზოგს ეგ აქვს, ეხა ჯაბა მაგერ ფეხი მოიტეხა კანკავან, ხო? და იმის მერე სამჯერ უფრო მეტად აგრესიული, ეგეც ეხა ვერ ვიტყვი რომ მარტო იმაზეა დამოკიდებული. ზოგი მდგრადია ფსიქოლოგიურად, ზოგი ცოტა უჭირს, ხო? მაგრამ შემტევი ფეხბურთელისთვის, რომელიც სისწრაფეებზე გარბის, რომელსაც ხაი ჩაკვეტაძეს თამაში და ჯაბას თამაში ხო განსხვავდება დაუშვათ, რამდენი როტაცია უჭევს ჩაკვეტაძე, რამდენი სწრაფ სიჩქარეზე შეცვლა უწევს მიმართულების და ცუდად კი არ ვიძახით. ეხა ჯაბას თამაში ხო, რომელსაც იმ ხელასის სტრაფეზე არ უწევს, ისეთი ბრუნვი არ უწევს, კაცის ნუ ნაკლებად მოტყუება, ხო, ეხლა შენ რო გარბი ხარ და კაც ატყუებ და ის მოგზდევს. იმას ეხლა თამბურც უყურო, თან პასიც უნდა მიცე, თან გაიქცე და თან კიდე ამას უყურო, საიდან მოგდევს, აქედან თუ აქედან. ხო და ეხლა რასაც ვამბობდი, უფრო კარგად თუმ ცოტა ისე გამომივიდა, მაგრამ რას ვამბობ? აი ლარსონს აქვს რა ინტერვიუში მოყოლილი, აი ბევრს შეიძლება ნანახი აქვს ის ფეხი, რა დღეში ქონდა, რომ გადაუტყდა სელტიკში და მაშინ მე ინტერვიუ მისცა, მადლობა იმ ტრამვას უფრო კარგი კარიერა შეგაქფლევიდაო, რავი, აი გულისხმა ეხლა იქ შეიძლება მე იქიდან გუნდიდან გუნდში გადავიდა თუ უკეთესად წავიდა თუ არ ვიცი ისწავლა სწორი. მაშინ ამობდა რომ შეიძლება ვეღარ ითამაშოს. აი ეხლა რას ვიტყვი რა, რამდენი არასწორე ვარჯიში მაქვს გაკეთებული. და ვიტყვი ეხლა აი ყველას გასაგონად დაუშვათ რომ ვიღაცამ არ იფიქროს ეხლა რომ ვინმეს ვარჯიშს უშლიან, რაც შეიძლება მე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირველად როცა შოთის აიაქსში ლაუდრუპმა უთხრა რომ შენო რამდენი ხანი გინდა რომ ფეხბურთი ითამაშო და ნუ შოთიმ რაც შეიძლება მეტიო მაშინ ეხა 35 მე 35 წლამდე თუ გინდა ბიჭო რეებს აკეთებ ვარჯიშებზე ამდენს რის დარჩენ ჩვენ ვრჩებოდით ხა მარტო ჩემ თავზე კი არ ვიძახი ჩვენ ერთი საათნახევარი საათი ვრჩებოდით ვარჯიშს მერე და აბა აქედან სხოდუ და იქედან დარტყმები და აბა ახტი და აბა გადახტი და ვარჯიშზე ვაკეთებდი 500 იქაც თურქეთშიც ვაკეთებდი 500-400 კარში დარტყმას 500-400 კარში დარტყმას წელიწადში ვერ გავაკეთებ მთელი გუნდი და ყველაზე დიდი დატვირთვა ჩემი ფეხისთვის არანაირი ახტომაზედ მეტი ანუ მე გეუბნები ცუდი რაც იყო რა მე მაგალითად კარში არ უნდა დამერტყა ნუ 1-7-ჯერ 8-ჯერ 10-ჯერ 20-ჯერ დაატყი გამოდი მე კიდევ 1 საათი მარჯვენა ფეხი 1 საათი მარცხენა ფეხი და ყველაზე დიდი დატვირთვა მუხლისთვის ხტომები ანუ მე ბარიერები რა გებარიერება შეინახე რა თავი რა მე რო თავი შემენახა მოვულიდი ანუ ისეთან უვლიდი მე ნამდვილად უვლიდი მაგრამ გერმანიაში უკვე ვეღარ მოუვარი იმიტომ რომ ისეთი ვარჯიშები მქონდა მე აი არ მახსოვს რომ არ ვიღლებოდი ხა მე არ წონამი არ მაწუხებდი და სიგარეტს მე არ ვეწევოდი დალევით მე არ ვსვავდი და ანუ ჩვენთვის ესეთი ის მე არასოდეს არ მეზარებოდა სირბილი ოღონდ ვარჯიში სირბილი მეზარებოდა თორე ვარჯიში კი არ მეზარებოდა აი უბურთ გერმანიაში 28 წლის ასაკში იმდენი ვირბინე რომ მთელი დანარჩენი ჩემი ცხოვრება ეხა აი დაუშვათ საქართველოში არ იყო მაგრამ ნუ იტყვით ეხა ეგრე რომ საქართველოში ვინმე არ დარბის
პირიქით, უბრალოდ ზოგმას სწორე უნდა ირბინო, ხო, თორე სწორე ანუ იმდენივე შეიძლება ვირბინო, მაგრამ უშედეგო და ამ დროს ჯობია რომ ცოტა ნაკლები ირბინო და უფრო ჭკუით, მოკლე გზით ან რაღა როგორც არის რა და ჰოლანდია, თურქეთი, მაშინ თურქეთი ძალიან გერმანული იყო რა, თითქმის ყველა უცხოელი მწვრთნელი ანუ უფრო გერმანული მეთოდიკა იყო რა ჩვენ დროს რა და ხედავდნენ სირბილით კაცო ეს ტრაბზონი კი არ გვარულ ტრაბზონი იმაში მაგრამ სუბურთი იყო მაინც სუ მეტი ჰოლანდიაც სუბურთი სირბილი იყო საერთოდ არ გამჭირვებია 200 რამდენი თამაში 31 32 და 33 თამაში ვითამაშე ჩემპიონატის ანუ სამივე წელი უოპერაციო და 54 გოლით შევაგდე და მშვენი ვარ რომ იქიდან წავედი გერმანიაში და 20 დღე ბუცი არ ჩამიცვი. მარტო და გარბა. ხო, ანუ 7 ჯერ 1200 უნდა ჩავტევო, მე უნდა ჩავჯდარიყავი 6 წუთში. ანუ ესე იგი, ერთი წრე იყო 1200 კვადრატის მეტრი გასაქცევი, იყო 4 ჯგუფი, ანუ ფეხბურთელების 4 და მეხუთე მეკარეების. მე ერთი წრე 1200. 1200 მეტრია, 6 წუთში უნდა ჩავჯდე მე ჩემი ჯგუფი უნდა ჩამჯდარიყო 6 წუთში. ვიღაცა იყო 5-ში და 50-ში ვიღაცა კარგი მორბელები აი ესე ბჭყალებში აი კარგი. ხო, აი ციშონიო რო თქვი, ის გარბოდა 4-ში და 55-ში. და მე მეკარეები. მაგრამ 6 წუთში და 2 წუთში, 2 წამში არ შეიძლებოდა. ანუ პირველი წრეც 6 წუთში უნდა მაქსიმალური და მე-7 წრეც. აი ერთი მასა უნდა. ხო, ანუ ყველა წრე შენ შეგეძლო რომ ანუ პირველი წრეს მაქსიმალურად 6 წუთი ქონდა და მე-7 წრეც, ანუ მე-9 კილომეტრზეც 6 წუთი. და რო გავრბოდი. ეს ციშონი რო ვთქვი რა, ტომას ციშონი პოლონელი ბიჭი ყავდა გუნდელი და რაც თავარია მწვრთნელი ჩვენთან ერთად არბოდა რა, ევალდ ლინენი. მწვრთნელი ყავდა გერმანელი და მორბოდა რა ჩემ ჯგუფში მორბოდა. ეხლა მე ვიყავი მეკარეების წინა ჯგუფში. მე არ დავღლილვარ, არ ვიღლებოდი. უბრალოდ მტკივდებოდა წელი. ანუ ერთი და იგივე ტემპში სირბილისგან, ერთი და იგივე რასაც აი ხშირად რომ აკეთებინო. სიარულიც არ შევი, დღეს ხაკიბეზე რო ავდივარ, ჩქარა უნდა ვირბინე, ერთნაირად ვერ ავდივარ. არ შემიძლია. ერთ ხო თუ დავდივარ ან ნელა ჩქარა, უფრო ჩქარა, ნელა ესეთო. ერთ ტემპში არ შემი, აი ერთი მე მტკივდება ყველა. ესეც სირბილის დროსაც ეგრე. თამაშის დროს არ იყო, იმიტომ რომ თამაშოს ხან ზუნზულებ, ხან გაიქცევი, ხან სპრინტია, ხან მობრუნდია, ხან და აი ამ სირბილმა ბიჭო გადამრიატო, ყველაფერი მტკივა. მუხლი ამატკივა, კისერი ამატკივა, წელი ამატკივა. ეუნები ვამათ რომ დამანებეთ რა თავი რა, მაგრამ არ მინდა რომ გავჩერდე რა, რომ არ დამერქვას რომ აი ქართველები ვერ ამბობს, დაღლით არ დავარბი, არც გული დამღლია, არც ისა სუნთქვა გამიჭირდა, ერთადერთი ნუ აი ეს ყველაფერი მტკივდებოდა და ის მეუნება რა ქვია, ჩვენი მწვრთნელი რომ აჩიო რატო ხარო აი ამ ჯგუფში, მე რომ გავიზომე, ანუ რომ მითხეს რომელ ჯგუფში გინდა ყოფნა. მეთქი რა არის სტანდარტი? სად უნდა ჩავეტიო? 6 წუთში. მეთქი მე 6 წუთში ჩავეტევი თქო. და ვიღაცამ ხო 10 წამი მოიკლო, თან უნდათ ახლა გამოჩენა. ამან 15 წამი მოიკლო რა ამ პოლონელმა. გარბის პირველი ნუ არ ჩერდება რა. პირველი წრო დავარტყით. ეს მორბი ვარ და შორი არა ვართ. ეხლა პირველ 2 წელს მეტნაკლებად ერთნაირად გარბი ხარ, აი ხედავ რა. მე უკვე ხა მე-4 მე-5 წრეზე ერთი 100 მეტრი ჩება გაგასწროს რა, იმიტომ რომ იმას ხო ნაკლები დრო აქვს რა. შენ მეტი დრო გაქვს და ბიჭო ხედავ რომ ამ ჯგუფს მოწყდა რა. ერთი უცებ, აი მე ჩვენ რო ერთად მივფრო, ეხლა მე რო გავიქცე უფრო ჩქარა, გაგასწრო თქვენ ერთი 50 მეტრი, დავიხარო და თასმა შეიკრა და გამოიხედა და ნუ ერთი აქამდე ერთი 15 მეტრი იყო უკვე დარჩენილი სალანა და ეს ადგილზე რო იწყებ ხო იცი და შეუერთდა და წავიდა. მანდ მივხვდი რომ ამა რა გააკეთა. დაისვენა, ნო? კი არ ჩამორჩა, გაეხსნა ისა ეგრეთ წოდებული შნურო და აქ რო არ გაჩერებულიყო და ამათ რო არ გასწრებოდა თორე ისინი გაასწრებდნენ და მე მოუწევდა იგივე ხურამე კი არ შეიცვა უბრალოდ ამან გადაასწრო შეიკრა და მე დაელოდა ანუ გასაგებია კი არაფერი ხო ეს ლინენი მეუნება ეს ჯგუფიო რატო ამოირჩიო შენო ეხა ხო მიზომავენ თან დავდგებით არა მაქვს მაღალი
დაღლილი არა ვარ, მაგრამ მე ხო ვიცი ახლა რა მჭირს რა, 38 ხო არა ვარ, 28 წლისაო. ვერ ვიტან მეთქი რა ამას. ხო და რატომ ორბი ხარო ჯგუფში რო დაორბივართ, აი ჯგუფი რო მირბის, თუ მივიდა, წრე დავარტყი და რატო ხარო სულ უკანო? ბიჭო, დამაგვიანდა მეთქი? არა. დროში ჩავეტიე კი. აბა რა მეშოლობა კი ხა 20 კაციან თუ 25 კაციანში იქვიდგები თუ არა ხო და ხო არა აქვს ნიშო არა იქ რატო არ დგეხარ ხო და თან მორბი ჩემთან და ძალიან ისეთი კაი ურთიერთობა მქონა რა თან მაგალ წამიყვანა მაგას მოვეწონე რა გერმანიაში რო წამიყვანა ტრენდი ხო ეხა თულახვარ წამიყვანა და ვეკითხები რომ ტომასას კითხე მეთქი რატოა სუწი თქო ხო იგივე შეკითხვაა მეთქი აი რატო არ გაგიჩნდა ისა თქო ესე მეუბნა ქართველი ჯორჯიენ მენტალიტი რატო ვარ მეთქი ჯორჯიენ მენტალი რატო არის ქართული მეთქი იგივე შეკითხვა მე ხო მოხვედი ჩემთან მეკითხე აქ რატო ხარ სულ ეხა იგივე არ შეგილია რომ აი ტომას რატო დგეხარ სუწი იგივეა რა მეთქი დრო ორივეს ერთი გვაქვს უბრალოდ ის წინ დგას მე უკან და არ გაინტერესებს ვკითხოთ მე ხა ცოტა ავჩქარდით ესეც აჩქარდა მივედით რომ მოვდივართ ის პოლონელი წარმოშობის გერმანელი ტომას ის ცოტა ესეთი სახით მონდომებული და ესეთი როგორი სახასიათო დამცველი ხო იცი აი პუიოლი ნაირი სურო და ტომას ვეკითხები სველი იყო ო ცენტრალური დამცველი ტომას მეთქი აი ხა მეთქი ტრენერმა მკითხა მეთქი რომ სულ რატომ ორბი ხარ თქო რა და მე მეუბნები რომ ტომახასა ხო სულ წინ გარბის მეთქი და რატო ამას ახლა მე მკითხა თქო გავეცი პასუხი ახლა შენ გითხარი სულ წინ რატო დგეხარ მეთქი რომ დაორბი ვარ და ისე ჯიგრულად რა ბიჭო ბურდის თამაშია შენაირად რო ვიცოდე მეო კიდე რომ ბურდის გაჯერება მე არ ვიციო რაშიც მაგარი ვარ იმაში გამოჩნდება კიდე უგარო ვიღადა გამაჩერებს მეო და დავბივარო წინ ამაში მაინც გამიშვებენ მესამე ბურდესლიგა გამოვიჩინო თავიო და ხო მეთქი ჯიგარია რა მე რა ვიცი ალალად თქვა ხო რა რომ იმიტომ და ეს ვიცი რა ჰოლანდიურ პერიოდზე მინდა რომ ცოტა აივცლათ ყველაზე ისეთი პერიოდი იყო იმიტომ რომ აი ხო ბრედა რაღაცაში არის პირველ ადგილზე იცოდით ევროპაში არ ვიცი რაში მაგრამ ეგეთი კარგი რა ქვია გულშემატკივარი და ეგეთი კარგი ატმოსფერო როგორიც იყო ბრედაში სხვათა შორის ბევრი არ მინახია მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი არა ნორმალური გულშემატკივრის ხელში ქართველიც და თურქიც და თურგინაც გერმანელი აბზონსპორზე ხო once უფრო ცივil კულტურულ ფორმებში, იმიტომ რომ მაინც ევროპას რაღაცა განსაკუთრებული ფორმა განსხვავებული აქვს ხა რა, ჩვენი და თქვა თურქული გულშემატკივრებთან ეს გიჟური გამოხატვის, გინდა მოფერების, გინდა ლანძღვის, გინდა ჩახუტების და გინდა საჭირო მოვლენ და რა ვიცი, ხელით გატარებენ რა. ეს ხო ფორმა განსხვავებული, მაგრამ იქ აი მინახია ცუდი პერიოდი, მინახია კაი პერიოდი, ხა ცუდ პერიოდს მაგალითად ტრაბზონს ვაი ჩემპიონს დაავს რა. წარმოუდგენელი ხო ჩვენ რომ ფენერბახჩესთან თამაში წავაგეთ საჩემპიონო სახში გადაწვეს მანქანა ყველასი და მე ჩვენ გადაგვარჩინა მე და შოთი ერთი რო ის მართლა ხა უცხოელი მაინც უცხოელები ვიყავი და ჩემი ცოლი თინი იყო ორსულად და გადმოვედი მანქანიდან და ვეუბნები რომ ორსული ცოლი მიზის მეთქი მანქანაში თქვი გიჟებ თორე აი გადაგვაყირავებდნენ რა და მე მიშველეთ ჩვენ ცოტა ისე უთხრ მიშველეთ ახლა მეთქი და ამ ხალხი იმიტომ რომ იმდენი ხა მანქანას იმდენი ხალხი მოცვივდა და რო დაიწყეს ამ მანქანის ანუ რა ვიფიქრე და დავგრო მიშველეთ მეთქი ბიჭო ზოლი ორსულად ხო და გამიყვანეთ მეთქი და უცებ გადაუბრუნდა თავში და უკვე დაცვითი ის ჩაერთოთ რომ და იქითი 20 კაცმა ეს მანქანა შემო და ესე მანქანა გამიყვანეს აბა გაიწი და ნუ აი მან გავასწავლეთ რა თორე გადაწვეს 3 დღე თუ მეორე დღეს თელი გუნდი გაფრინდა სტამბულში იმიტომ რომ მოაშორეს ფეხბურთელები იქაურობაზე მარტო ჩვენ დავრჩით
ხო და ეხა ჰოლანდიაში არ არსებობს ეგეთი რამე. თუ მართლა ესე არ დადექი და რაღაცა სისულელეები არ აკეთე, არც ტაშიც, არც ლანძღვაც. ეგ არც PSV აიაქსზე ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები. ფეინორდზე კი. აიაქსი ფეინორდი არის იქ ყველაზე რთული და აიაქსი. ეგეთი ეს ზიზღი არა აქ არც PSV-ს და აიაქსს და არც სხვა გუნდს. აიაქსი როგორც ყოველთვის ყველას ხო იცი როგორც ხდება რა, ანუ თბილისის დინამო რო ზუგდიდში ჩადიოდა, გაცილებით უფრო მონდომებულები არიან ქუთაისში რო დინამო ჩადის კიდევ ესე, ანუ ეხლა არავის არ უყურს ეგ, ხო? იმიტომ რომ დინამოს წინა ესევე აიაქსი რა თქმა უნდა, ეხლა ფენერბახჩეც მაგ დღეშია რა და რეალიც და ბარსაც, ხო? იმიტომ რომ ნუ ყველას წინააღმდეგ გარდა იმისა, რომ ამათა ყველაზე მეტად მონდომებულია ხო შენ წინა. არა, აი ამ გულშემატკივრობის ამბავს გეუბნები. მაგ ჰოლანდიაში მაგალითად ფეინორდში, როტერდამში მე არ მლანძღავდნენ. მე არ მლანძღავდნენ. მე ვიყავი ანდერე, ანუ another არველაძე ვიყავი რა და ხა შოთის მაგალითად ქუჩაში ვერ გაატარებ რა. ერთხელ მოუწია და ისიც აჩივარო თქვა, იმიტომ რომ ნუ ის ხო მე არა მაგალითად, ხო იმიტომ რომ ბრედელი არველაძე არ არის მათი ეგეთი ტერი რა. ხოიცა რა მოხდა ეგ არ ვიცი. არა მოუწია რაღაცა როტერდამში და ფეხით ხო სადღაც არ ვიცი რომელიღაცა ხა რა უნდა და ისიც არ მახსოვს ვიღაცის სანახავად შეიძლება და იცნეს ახლა რა როგორ არ იცნობდნენ და ორჯერ აქ სამი გოლი გატანა ორჯერაც აღი და 9ჯერაც არა ორი ჰეტრიკია ხო ორი ჰეტრიკი აქვს რა და თან იქ ერთი მომენტია ის თუ გაქვთ ნახე რიჩარდ ვიჯგე რომ მუხლით კენწლის და და იქ შოთი უტოვებს და შოთი პრიკუმში კი არის მაგრამ შოთიც მიაკოლეს რიჩარდ ვიჯგეს მაგ დღიდან როტერდამს წრეს არ ტყავს ვერ შედის ხო ო დასინათ რა. ეს რო ბიჭო შენ რაღაცა არა მე უბრედელი არ ველაცო. არა ხო და მათ გადარჩა. თან მან ჩოთა ქუსლით უტოვებს ბურთს და კადრში თვითონაც ჩანს. ერთი წუთით უპასუხებ მოიცადე. შო გადაცემა მაქვს ჩახვედი? მაგარი მომენტია. მე გაგირეკავ რომ მორჩები ერთ ნახევარ საათში. კი დაგირეკავ ცოტა ხანში. აი თან მაგ თამაშს პირდაპირ უყურებდი და ბარსელონაში ხა რა. ო და იქა რაღაც გამოფენაზეა წასული და წავიდა. ხო და აქ რო იყო ჩამოსული ვიჯგე გავახსენე ეგ მომენტი რა. აუგუსტორდა მაგრად ხო და ეს მომენტია. არა მუხლით რო ხო და ეგეთი რაღაცეები თან მაგათ ხო იცი ხა მაგას გონია რომ მარტო აიაქსელმა იცის ეგ და როტერდამელმა და სხვათა შორის ბევრი თქვენი და თქვენი კოლეგის მსგავსი შეკითხვები ისე ხვდებათ ამ ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს ჩვენთან იქნებიან ზუსტად სხვა სტუმრები რომ ესე იცი ხო რაღაცა ხა ზიდანმა რო თავი დაარტყა გავიგე მაგრამ ხა ვიჯგებ რო აკენწლა სხვა არის ხო ხდები რა ხო და მაგარი გაღადაო იმაზე ტახამატაზე ჩემ გვერდით დგას სურათი გადავიღეთ და ეს ეუბნება კარგი ინგლისურით რომ შენ იციო საქართველოსში ერთი 500 თუ 600 ტახამატა ყავსო და ის ვერ მიხვდა ვერ ხო იმიტომ რომ შენ იმს გავსი ტახამატა ყველა სოფელში არის ტახამატა და ეხლა კი ბატონო ერთმა თამაში ხო და გაკურებული უყურებს შავი და პატარა და სტრაფი ვიცი ხო ყველა ტახამატა გახდა კი ბატონო ვაიო რატო ვერ მე მახსოვს ტახამატა პირველად რო გავიცანი იცი როდის გავიცანი შოთი რო ჩავიდა უკვე დაწყებული ქონა თამაში და თან გვახსოვდა ხო პირველი შეკითხვა რაც მახსოვს როგორ ახალდა იმის მერე დათოყიფიანი რა შვება კაი აქში ხო ანუ ჩვენ რო ჩავიცანით პირველად როცა რა ვიცი რომ მე წელი იყო რა 25 წლის წინ რა 30 წლის წინ ჰოლანდიაში ნუ კაი დრო იყო პირველად რო სიმონ დახამატა გავიცანით აიაქსის ბაზაზე ავარჯიშებდა ბავშვებს მოვიდა პირველი აი ესეთი უკვე შეკითხვა რო დაგვისვა ისა ყიფიანი რა შვება ანუ მასაც ესე როგორ ახსოვდა დათო რა ანუ როგორც ფეხბურთელი რა თქმა უნდა მაგათვისაც ახლა დასამახსოვრებელი თამაში იქნებოდა ახლა ყოველ წელს ხარ გადიოდნენ ფინალში და ნუ ახსოვდა რა ეს თბილისური
ამბები და ეს ბრედა რო გითხარი პირველ ადგილზე ევროპაში იტყופილა იცი დასახელებით რაღაც იმხელა სათაურია გამბრედ ნაკ რაღაც ენასე არ ვიცი ასე იკითხება და რისი დასახელესე ხო ანუ რაღაც ღირსებისთვის აბრევიატურა ხო ენასე გრძელდება აი წავიკითხავ ახლა უსაშველო ესაა ნუით ოპგვენ ათიდ დოზერთენ ეს მეოთხე ანგმენ დორ ვერნაკ ენ ნათიგ დორ ორსტინგ კომბინაცია ბრედა. შენ ვითხარ ახლა რას ნიშნავს? ანუ ღირსება და არასოდეს არ ვტოვებთ დაფლობებს. აი თუ გეუბნებით რომ ერთი ჩემს მე რო წამოვედი ერთი 5ჯერ თუ 10ჯერ გავარდნენ და 10ჯერ გადმოვიდნენ და პირველ ლიგაშიც და უმაღლეს ლიგაშიც სუსავსე აქვს სტადიონი. სუსავსე. და 13 სიტყვა. ყველას უყვარს იქ აი არ არის არანაირი არც ერთ მოწინააღმდეგე გუნდზე განსაკუთრებული აგრესია არ არის რაღაც აი არის მაგალითად ქალაქები სადაც რომელიღაცა გულშემატკივარი არ წავა რა ერთმანეთში. მე არ გამიგია აი დღემდე რომ აი ბრედაში ვინმე ვერ წავიდეს აი ნუ არა გასაგებია რომ ხა ესეთი დაძაბული როგორც ფეინორდსა და აიაქსა აქ საჩემ არა შეიძლება გასავარდნი გუნდებს შორის იყოს და იქ 20 კი 10 კილომეტრშია ყველა ნახევარი ვილემორი და უტრეხტი ხო იქვია ყველა ერთი 10 გუნდი 20-40 კილომეტრშია ერთმანეთისგან და დერბი თუ რამე შეიძლება დაარქვა არის ეგრეც ხა იმ ქალაქში მეორე გუნდი არ არის მართალია არაჩვეულებრივი ქალაქია აი არაჩვეულებრივი ძალიან კარგი იმითი რა ქვია ლოკაციით ძალიან ახლოა ყველაფერი და ერთ-ერთი უბედნიერესი წლები გავატარე იმ ქალაქში. ხო და მან ხო საინტერესო ისინია და მაგარი გოლებიც გაქვს გატანილი. ყველაზე მაგრამ რა დაგამახსოვრდა მან. პირველი ევროპული გამოცდილება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ რანაირადაც არ უნდა იყოს კი ვიყავით პირველი ასე ვთქვათ თურქეთი იყო ჩვენი პირველი ევროპული ხო აქ მაინც სახში იყავით მაგრამ მაინც თურქეთი იყო და მიუხედავად იმისა რომ ეხა არც ჩემპიონატი იყო სუსტი და ქვეყანაც სამხელა ვებერთელა თავის გულშემატკივრის კარგიც და ცუდიც ის მაინც უკვე ეხა თან მithumetes აიაქსი შეხებაში ეხა ძალიან ისე იყო რა ეხა ხო იცი 97 წელია და ზოგადად რომ პირველად გაჟღერდა რომ შეიძლება რომ აიაქსში წავიდეთ და მანამ სანამ აიაქსში წავიდოდით ძალიან ახლო ვიყავით იმაში რა ქვია დეპორტივოში ხო მაგრამ ჰოლანდ დეპორტივოში კი ნუ აი გადაწყვეტილი იყო ტოშაკის დროს უბრალოდ მეჯვარედინა იოგი გავიწყდა მეორეჯერ ხო უშანოდ რო არ ხო მე შოთი აღარ წავიდა უჩემო და PSV-ში აი არნესენ იყო სპორტული დირექტორი კი კაც და აიაქსი სანამ აიაქსი ეთყოდა შოთის არნესენს უნდა ეთქვა კი ან არა და გვითხრა ნუ საბოლოო ჯამში არაო რა და მე შოთი წავიდა აიაქსში და მე შოთი რო წავიდა აიაქსში ვეცადეთ რომ მეც სადმე ჰოლანდიური კლუბი მეპოვნა და იმ გუნდში ჰოლანდიურ კლუბში იყო მაშინ ცნელი რევა ისა და მაგამახსენდება ხა ცნელი რომელიც მუშაობდა ისტანბულ სპორტში რა ამ ბრედას ცნელი გახდა ცნელი რომელიც მუშაობდა ისტანბულ სპორტში და მე კარგად მიცნობდა რა და გერმანელი მცნელი სხვათა შორის ამ ლინენის მეგობარი რა რომელმაც მე კიონში წამიყვანა რა წაგაშველა ალბათ სიტყვა წამაშველა ხო როგორც კი დავიწყეთ ლაპარაკი ეგრევე მითხრა და მიძახა და მითხრა რომ ვარჯიშზე გამოდი გთხოვო მე არ მინდოდა ვარჯიშზე გასვლა მეთქი ხელი მომაწერინა თქო არა და ახალი მორჩენილი მაქვს რა ეს მუხლი და მე ვიციო შენი შესაძლებლობებიო და ვიცოდი რომ ეხა მუშაობდა იქ წელიწად ნახევარი ნანახი ვყევარ თურქეთში უბრალოდ რომ ყველა დარწმუნდესო რომ ფეხი არ გტრივაო რა მეტი არაფერი არ მითო ნახე ხალხო ნოიმანი ცნელის გვარია ნოიმანი ელბერტ ნოიმანი და მე ძალიან აი როგორი ეგეთი ჯიგარი მე არ ვიცი რა ეს თავისი მომხდარი სიმპათიური
გერმანელისგან აი რადიკალურად განსხვავებული, აი გერმანელი თან იგი ხა 97 წელს გერმანელი ჯერ კიდე გერმანელია. ორი ტიპის ფეხბურთი არსებობს, გერმანული და ბრაზილიური. სხვა არ არსებობს. არგენტინა ეტენება რაღაცაში და ხო უფრო მაინც სამხრეთ ამერიკულია, მთელი ევროპა გერმანულია და ჰოლანდია აკეთებს აი ოდნავ განსხვავებას. მეტი ანუ ეს ორი პოლუსი. მესი ამბობდა ბრაზილიაზე რო ეს. ეგრეა, მე როდის ვიღაცას თონი ვარ მართლა ის მე როგორ შეიძლება რომ ბრაზილიელი ვარ, არა ვარ ქართველი. ხო და ეს ორი ეს კაცი საერთოდ წარმოუდგენლად განსხვავებული იმისგან გერმანელისგან იყო. არა, ვარჯიში სტილი ჩაულებრივად ურთიერთობაში ჩემთან ვერ მოვყვები მაგარაბავს. რა გაქვს თუ ქართული კაისაჭველიო მეკითხება. მეთქი ხვალ მოდი განახებ. კიდე ნიგზიანი ხარჯო მე ქვაბით მიდიოდა. წაიღო რა თავი გაგიჟდა. მაგეთი кай ტიპი იყო რა და ხო და მითხარ გამოდიო რა უბრალოდ დაინახე რომ ფეხი კარგად კი გასაგებია რომ ფურცელზე კარგად გიწერია რიპორტი ექიმის რომ მაგრამ მე მინდა რომ ნახაო რა. ძალიან აი თავისუფლებაც მომცა მეკითხებოდა რომ როგორ აი იცოდა რომ თამაშზე უნდა გამოვდგომოდი რა არ უნდოდა მაინც რომ ვარჯიშზე 100 ბარიერი გადა 200 და 500 ეს რა ყველაზე ისეთი პერიოდი წყნარი პერიოდი ბრედაში ქონდა ხო ეს ხო უტრის ქონდა ოპერაციის გარეშე ყევების გარეშე ხო ანუ ვინახავდი თავს როგორ განარ ვარჯიშობდი ყოველდღე ვარჯიშობდი ყველაფერს ვაკეთებდი მაგრამ თუ მეტყოდა რომ 500-ჯერ გადახტიო 100 გადახტომის მერე ვეტყოდი რომ სხვა რამე გამაკეთებინი რა ჩემი ფეხისთვის მაინდა-მაინც 500 გადახტომა არ ვარგა რა და ხა ამაში არ ვიცი ზოგს არ ესმის რა და მცნელის გასაგონათაც უნდა ვთქვა და ფეხბურთელის გასაგონათაც რომ ჯობია რომ არ გადახტე და ვიდრე მაგრამ მართლა ხა რომ წავედი გერმანიაში იმისთვის რომ მე თქვა რომ შაბათს არ ვივარჯიშებო ან ცოტა სხვა რამეს გავაკეთებო პირველივე დღეს გამოაცხადა რომ ვინ ჩაბათს ბოლომდე არ ივარჯიშებს, კვირას არ ითამაშებს. ხო ხა ამ შემთხვევაში უკვე უნდა მოძებნო ისეთი მიზეზი რომ ის რაღაცა ხო აი არიან რა ეგეთი მცნელები, მე მაინდა-მაინც ეგეთ მცნელთან მოვხვდი. მე მაგალითად აი რა განსხვავებული მოძებნა მე რა იცი რა აი რა გეტყვი კაიზერსლაუტერთან თამაშობთ გასვლას და ძალიან მაგრა ვითამაშე. ორი მაგარი მომენტი, აი ძალიან მაგარი მომენტი მქონა გავმაზე, აი მაგრა აქტიურად და 0-0-ია და 93 წუთზე ესე მარჯვნიდან შესულმა კაცმა დამიგორა დუგასთან ბურთი, მივიღე, წამოვიღე ესე, მოვიქნიე ფეხი, გავაკეთე პაციბია, ჩავასრიალე, აქედან მეორე ჩავასრიალე და დავარტყი და მეკარემ წაარტყა ხელი და კუთხურზე გადავიდა. და რო დავარტყი ეს ფეხი. მომცა ისა, ქრამ, ანუ გამეჭიმა კუნთი ეს. უკან იკრები რომ აი სულ რომ გასრო ვეძახით რა ქვია მაგას რა. ეგ ქვია. დაჭირო. დაგებერა. არა. თუ აი რომ ჭიმავენ მე ფეხს, ხო იცი და რომ მოდიან და ხო და ხო რა ამას რო გიკეთებენ რა. ისე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გიკეთებს. არა, რო გიკეთებს. მოგრეთ სურათი მაქვს აი ეს, სპაზმი მაქვს. ესე მოჭიმული მაქვს ორივე ფეხი ჩემი ხელით და გძნობ რომ ეს გამეჭიმა რა. 5 წუთია დარჩენილი რა 93-4-ზე. ხო და მინახეს ეხლა რომ ამ ფეხს ჭიმავ. და იმას ვაწვდით კუთხურს. სანამ მე ავდექი და სანამ კუთხურამდე მივიდა ეს ისა ჩაულებრივად გევარ ეხლა საჯარიმოში ბუთი ჩამოვაწოდო რა. და ის მეძახის ფეხბურთელი ერთი რომ გაიხედეო და გამოვიხედე ხა აქეთ რა და ცლის რა ხო და ანუ აუნახნა ცლის 94 წუთზე რა გამოვედი ხელი ჩავარტყი ისე და დავიჯექი და 3-0 წავაგეთ რა ის თამაში ხო ხა ჩემი ბრალია თქო კი არ ვიზახი რომ მე გამომიყვანა და 3 გოლი მაგრამ მართლა მეტნაკლებად ორი თავდასხმელი ვიყავით უფრო უტევდით
და როგორც კი გამომცვალა, დამცველი შემოიყვალა, ჩავჯექი და 3 გოლი გაუშვით, დაამატა 1-2 წუთის. მეორე დღეს მეძახის და თან ესეც ქონდა რა, სხვათა შორის ვერ დავაბრალებ რაღაცა ბიჭო როგორ თოხლეოთო არ უნდა გამომეცვა, როგორც კი გამოგცვალეო, ბურთი ვეღარ დავიჭირე, ჩავჯექითო და 3 გოლი გაუშვითო და მანამდე კიდე ჩვენ უტევდითო და სულ მომენტი ქონდაო და ნახევარი გუნდიო, იმ თქვენ ორ კაცო, მე და ერთი თავდასხმელი ვიყავი. წინ იმათო გეჭირათო ის 4 კაციო და შენ რო გამოგცვალეო და დამცველი შევიყვანეო და ესე ახსნა რა. და ვეკითხები, რაზე გამომცვალე მეთქი რა? კაი, გამომცვალე, არ უნდა გამოგე, რატო გამომცვალე მეთქი? და უცებ მეუბნება. ეს კრამპ რო ქონდაო რა, სპაზმი რო ქონდა. ბიჭო, მეუბნები მესამე წუთი ხო არ არის შეჭა 95 წუთი ერთი ჭიქა წყალი უნდა დალიო მან და მეტი კი არაფერი არ უნდა მოირბინო სეკიმა მოგწეს ერთი ჭიქა წყალი აიღე დალიე და გაიარა რა მან კრამპა იმ 5 წუთისთვის თორე ხა 40 წუთი თუა დარჩენილი გავიგე რა მეთქი დამალევიდე რადგან შენ თუ როდესმე გამოგწვალო ესე და ესე დედას მიცავ ეთქი აგაშენა ღმერთმა რა მაგას რა ჯობია მეთქი აღარ გამომწვალო რა მარე რაღაცა პირველი წელი არ ამიშავდა რაღაცა 9 გოლი შევაგდე აქეთ იქით მაგრამ ხანდახან ქონდა ხოლმე ეს რაღაცა განსხვავებული აზრის თან გეკითხება და თან არ მოწონს რა იმ ჰოლანდიელის გერმანელისგან განსხვავებით ის სულ მოვიდოდა მეკითხავდა აჩიაბა ხო ბრედე აი ვადარებ რა ძმაკაცები არიან მართლა ძმაკაცები არიან ისე რომ ყოველდღე ურევენ ეს უბრალოდ ჰოლანდიაში მუშაობს ის გერმანიაში მუშაობს ეს რომ მეკითხება, აი, ვინ არის დაღლილი? ვიწევ ხელს, დაღლილი ვარ. ეს ეგრევე მოგახდებოდა, ბიჭო, რასო შენ ახარ დაღლილი? ბიჭო, ვეუნები, ხო კითხულობდო? რაზე კითხულობ? ვეუნები, აი, რატო კითხულობ? შემოყვედი, ჩაცმული ვარ, ბუცები მაწვია, პიჟა, ყველაფერი მაწვია, გამზადებული ვარ სავარჯიშოდ. ხო არ გეუნები, რომ არ გამოვალ ვარჯიშზე. ბიჭო, მზათა ვარ, აგე, მაწვია ყველაფერი. კითხულობ, ვინ არის დაღლილი? აი რა მეც ვიუნები დაღლილი ვარ თო რა. აუ ეს სულ დაღლილი. ის, აჩი, კაი, მიდი რა, გამოდი ცოტა ეს ქენი. მერე შედი სამ ვარჯიში რაღაც რაც ისე რა, რომ არ ხვალ თავარია, რომ ხვალ იყო კარგად რა. ეს თან გეკითხება. თან ბრაზდება. ბიჭო, ვიუნები თო ვერ გავიგე, რატო კითხულობ? გავიგე თან. ხა გერმანელები ზოგი როგორია, ხო იცი, აქ სანამ ის შემოვიდო და ყველა დაღლილია. და ის რო ვიდოდა დაიკითხა და არავინ ხმას არ იღები და ეს ხალხი შევახმებოდი და მე რა ვეღარ ვითფენდი რა ვეჩხუბებოდი რა რომ ბიჭო ას კითხულობ მეთქი რა ეს რა არის მეთქი გიწერია სანამ მე რომ უნდა იკითხო თუ რა არის ვინ გასწავლავე ეგა უცებ რა გავახსენდა იცი ეს ამერიკელთან როგორი ურთიერთობა გქონდა ჰოლანდთან ძალიან კაი ბიჭი იყო სხვათა შორის ენის სტიუარტ ამერიკის ორი სოფლიო ჩემპიონატი ქონა ნათამაშები, მაშინ ახლა ამერიკის ნაკრები თან ახლა დღეს რა თქმა უნდა. ხო და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და თან კაი ბიჭიც იყო რა, მე აზეტის სპორტული დირექტორი იყო, ახლა PSV სპორტული დირექტორია, ამერიკაშიც მუშაობდა. მე კაი გუნდელები მყავდა რა, ეს არა, რატო გითხე, იცი რომ მაგას აქ შენზე ნათქვამი რა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თანაგუნდელი ემყავდაო რა, ერთ-ერთი კი აგონი ბრედაში რა და ეგ ის ტიპია ესკობარის გოლზე მაგ თამაში გაუტანად გოლი და მე ესკობარმა თავის კარში გაიტანა და მერეც მოკლეს რა. ძალიან კაი ბიჭი იყო, სხვადასხვა ეხაც მაგ ურთიერთობა მაგასთანაც და ალფრედ შნოიდერთანაც. აიაქსის ტრენერი იყო, ჰოფენჰაიმის თავარი მწვრთნელი იყო, კარგ გუნდებშიც იყვნენ რა. ყველა თითქმის ყველა ჩემი გუნდელი გახდა მე ბრედას თავარი მწვრთნელი. აი თითქმის 9 კაცი თუ 8 კაცი ვინცთანაც ერთად თამაშობდი, ყველა გახდა ბრედას მწვრთნელი, ხო. სულ მეპატიჟებიან, სულ მეძახიან რაღაცეები რო ხარ. არჩანდი ხარ ხოლმე ბრედა. ერთხელ ვიყავი მარტო, ისე მომიწია რომ აი ხა ცოტა ხნის წინ ის ქონა რაღაცა დეითია 20 წლის თუ რაღაცა იყო და ვერ წავედი რა, აი რაღაცა სულ რაღაცა ისია ხოლმე რომ აი ერთმანეთის წინააღმდეგ რო ითამაშეთ შენ და შოთი აი რა ის იყო რას ლაპარაკობდით ერთმანეთში რა ვიცი მაგამდე მივალ იცი სად მინდა რომ რა გამოვარჩიო რომ აი ამ ორი მწვრთნელის ჰოლანდიური და გერმანული სისქო რომ პირველი თამაში ვითამაშე ერევენში საკმარისად კარგად მეორე თამაში ქონა PSV-სთან და მინდოდა რომ PSV-სთან ძალიან მაგრამ მეთამაშა იმიტომ რომ ამ არნესენმა არ აგვიყვანა რა მე და შოთი ხო და
მართლა კარგად ვითამაშე, ძალიან მაგრად ერთი 4 კაცი მოვატყუე და პენალი ავიკიდე და მე პენალი შევაგდე და მოგრად ის თამაში ვთქვი და აი მაგ თამაშზე მითხრა უკვე ამ ნოიმანმა რომ შენო არაფერს აღარ იმას გიზამო რა, ანუ მოგთხოვ. არა, მოგთხოვ არა, იცოდა, მაგრამ აი ზედმეც აი მიდიო რა, ითამაშეო რა, ხელს არ შეგიშლიო. იცოდა რომ ეხა თქვა ერთხელ ნატრამა ეხა იმან იცოდა რომ ერთი ჯვარედინა მქონა გაკეთებული და მე უკვე ორი მქონა რა გაკეთებული ერთი და ამალული მქონდა ხო და ამ კაცს რო ვეუბნებოდი რომ ბიჭო მაცალე ცოტა მოვირჩინო რა რაღაცა პატარაზე რო გტკივა რა და ხო შეიძლება დღეს და ხვალ უკეთის ესე რომ დღეს თუ გტკივა ხვალო როგორ გექნება უკარგად ბიჭო იქ ხომ მქონდა მეთქი და მაცლი და ის კაცი ამას უთქვა და დამაცალე რა შენც თქო რა მაგრამ აი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა, რომელიც თვლიდა რომ თუ დღეს კარგად არ ივარჩევ, ხვალ ვერანაირად ვერ ითამაშებ კარგად და ნუ მე თვლი რომ ეგ არასწორი მიდგომაა, თან მით უმეტეს ახლა შეიძლება 17-18 რაღაცა ცოტა ბავშვობაში ისეთ ასაკში რომ კიდე გამოცდილება არ აქვს. მე უკვე ვიცოდი რა ჩემი ორგანიზმი, ჩემი კუნთები, ჩემი მუხლები, რისთვის ვიყავი მზად რა, რომ მე ვიცოდი რომ 78 წუთს ვითამაშებდი მაგ იმის გარეშე, ანუ კრამპ ანუ არ მექნებოდა და მე 78 წუთზე მაქონდა სულ. ხო, იმიტომ რომ ეს მეღლებოდა ვიდრე რომ ზოგავდი რა, მარჯვენა და ვიცოდი რა თუ მომარტყა და ავხედავდი 78 წუთი იყო. მე ერთი კაცს დავლებდი და თამაშობდი რა. არ დაღლა არ მქონდა, ანუ დაღლის პრობლემა არ მქონდა. ისე აი ფეხბურთელებში ბევრია ესეთი ფეხბურთელი პროცენტულად, რომ აი ვარჯიშზე რომ სუსტად არიან და თამაშზე რომ ბდღნიან ამ პირიქით, აი ბევრია ეგეთი. მარიო ბასლერი, მაგათ ხატი არ ვედრები რა თქმა უნდა მარიო ბასლეს. აი რეხა გერთან, ხა გერ. ვარჯიშობ. იძახდა რომ 3 დღე ვასვენებო რა. არა, გამოვა თავისთვის რაღაცას გააკეთებს, გამოდის თამაშობსო რა. ხო, არც რომარიოზე გამიგი, ყველა ბევრი რომ ვინმეზე გამიგი, ხა მე არც ეს არ ვედრე იმეთ. უბრალოდ მე კი არ ვიძახი რომ გააჩნია ასაკს, გააჩნია რა პრობლემა გაქვს რა. როცა შენ იცი პრობლემა იმას უნდა შეუწყო ხელი და თუ არ შენთან ერთ თუ გუნჩუ მაშინ უნდა გამიშვა რა ეგეთი ფეხბურთელი არ უნდა აიყვანო მაგრამ მაგათთან ვერ ვითამაშებდი მე რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგათ იძახდა რომ რა ის დასვენებაო მორჩებით 35 ექიმიც თვითონ იყო და დაასვენე ამ რომ მოყარე ები მოყარე ხო და დაგვასვენეო ერთი დღეო და კაიო უთხრა და 8 ნახევარზე თუ წლის ისა 7 ნახევარზე დაიბარა 8-ზე 7-ზე ვარჯიში ჩაატარა, წლის ნახევარზე დაამთავრა და დაისვენეთ მთელი დღეო. ანუ ერთი დღეც არ დაასვენა რა და აგე ყენო რა ვიცი და სტადიონს კი კოჩის გამო ხო ბუც ვერ იწმევდა რა ფეხბურთელი და არა უშავს არ მაინტერესებს უბუცოთ ჩამოდიოთ თოვლში უბუცოთ ავარჯიშა. ხო ანუ აქ რა ზოგს აქ რაღაცა ეს ვითომ აი როგორ გითხრა ვითომ დისციპლინაში გადასული რო ყველა გაანებე რა თავი რომარიოზე ვიცი რა ამ ჰოლანდიელებისგან რომ როცა პესვეში რა ქვია პესვეში თამაშობდა რაღაცა ნუ ყვება თვითონ ის კაციც რომ მთელი ღამე დადიოდა ბარიდან ბარში წეკვავდა თამაშობდა მერე ვარჯიზე მიდიოდა და მერე იეძინა ანუ ესეთი რეჟიმი ქონა არ დატოვა ქალი რა ქვია თუ კი ვინმე რამეს გავდა ხო და აგდებდა 3 გოლს ყველა თამაშზე გაუტრაკეთ ეხა და მეთქი ეჭხუბე და გააქციეთ ეხა სადღაც კი ჯარიმა ის საიტო რომ მოძდიოდა კლუბში ინფორმაცია რომ ერთ ბარში იყო, მეორე ბარში იყო, მესამე ბარში იყო და იქ რო არ ყოფილიყო ერთ-ერთმა ძველმა მოყარა რომ მოვიდნენ და მითხრესო რომ არ დააყენო რა. გაუწერეთო რაღაცა 20000 ჯარიმაო და გეუნებიო რომ შენო დაგულაოფო და არ გათამაშო. არ გამათამაშებო და თამაშ ვერ მოიგებო მე მითხრაო. თან ხო გინდა რომ დაუმტკიცო რომ მოიგებ, მაგრამ თან გინდა რომ ნუ არ ვათამაშო ვერ მოვიგეო. მეორე თამაში არ დავაყენე ვერ მოვიგეო. მესამე თამაშზე არ ვაყენებდიო რა. იგივენაირად ჯარიმები და მოვიდაო და მეუნებაო რომ ბიჭო შენო რა გინდაო ძმო. დამაყენეო. დღესო შევაგდებ 2 გოლს. 2 გოლს შევაგდებ და მოვიგებ და მე ვეღარ გეტყვიანო რა. და ვიფიქრეო რომ ამაშენი დედაც ვატირეო რა. დავაყენეო და 2 გოლი შეაგდო რა. ეგეთი ტიპი. ხო და გაანებეო რა თავიო რა გინდაო რა არიან ეგეთები. ცო დაანებო არ უნდა შეხედო რა. კი.
ბოლო შეუშლი ხელს, ბოლო რაღაცას იმას იზამ კარგი იმ, არა, ნუ ხა ბალოტელივიც თუ არის რომ ეგეთი ბრაზილიელებიც არიან, წავლენ სახში ერთი თვე არ ჩამოდიან რა. ნუ გააჩნია ვინ არის. არა, რომერიო სხვათა შორის ასეთი იყო გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა. კი, უდისციპლინო რაღაცა, მაგრამ მინდორზე ის 90 წუთით ავზდა. აი მე გეტყვი ჩვენ მაგალითზე ქართველები. ჩვენი ოქრი. მე არ მახსოვს, რომ ოქრი სუდათ ევარჯიშა. ნაკრები არ ჩაუგდე. არა, აქ ნაკრებზე არა, აი თამაში რა, უგოლოდ ეთამაშა და უგოლოდ ევარჯიშა. მაგრამ შეიძლება ვარჯიზე არ მოსულიყო. ხო. ანუ თუ მოვიდოდა მე მისი ფორმაშია, არ არის ფორმაში, ხასიათზე არ არსებობდა, მე არ მახსოვს ხო. ჩემს მე როცა მუშაობდი, თამაშობდა და ისედაც გამიგია რომ აი ესე რაღაცა მაგას ჩვენ ან არ მოვიდოდა ეგეთები მარათონის ფეხბურთელი სეზონის ფეხბურთელი ვერ იყო ანუ ბევრ თამაშს ვერ აბავდა როგორ გეუნები ეგ სხვა ვამბობ თაჩი ბოდიში თუ გაწყვეტინებ რომ ოქრიაშვილს ნაკრებში თამაში არა აქვს რა ჩაგდებული რომ როგორ იცი რომ აუ ზერელე და რო თამაში ხო ზერელე შეიძლება რაღაცა მაგრამ აი უგულოდ რაღაცა აიცი რა გუში არა მოვიდა ივარჯიშა ისევე კარგად როგორც უნდა ევარჯიშა ნამდვილ კარგ პროფესიონალს და ითამაშაც ეგრე მაგრამ შეიძლება ერთი კვირა არ მოსულიყო მანამდე ვარჯიში ეტი წავიდა სადღაც გამორთო ტელეფონი ვერ იპოვა ვერა მაგრამ თუ მოვიდა ყოფილა რა არიან ეგეთები რა. ხო და იმ მოწესრიგებულ ბელგიაში ეგ არაპატიეს ვერ გაუგეს ხო. არა არიან რომ ბელგიაში პატიობენ ეგეცაც ვერ პატიობენ ეგეცაც აქ მეტი მოწესრიგებული გერმანია რა გინდა ხო თან მაშინდელი ხო გერმანელი უცხოელი არ ყავდათ ხო სუსამი უცხოელი იყო ევროპეიც უცხოელი გადიოდა მარიო ბასლერზე ეუნებ დამანებეო რა თავი მათამაშეო და ყველა თამაში ყველაზე საუკეთესო იყო და გავეშვიო რა და კი უნდა ქნა ეგრე სხვათა შორის ძალიან ბევრი გამიგია მსგავსი ისტორია გიორგი არაბიძეზე გიოზე ოღონდ განაის რო არის ვარჯიშანა აი რატომ მიყვარს იცი აი შეუულია გიომ გითხრას რომ აი შენ არ დაარტყავო ჯარიმასო უთხრეს რატო არ დავარტყავ მეო ჯარიმასო აი შენ დაარტყავ არო მე დავარტყავ და მაშინ ძნელ მოუთხა რომ კაიო დაარტყავ მაგრამ გოლს თუ ვერ შეაგდებ აღარასოდეს აღარ დაგარტყმევინებ და აი ხო იცი რა უთხრა ხო იცი რომ შევაგდებ დადო იმ თამაშზე ჯარიმა შეგარჯო ხო აი ეხლა მიდი შენ და გაუხურე რა საკ დაანებე რა თავი რა არიან ეგეთები რა ხო და ეგ უნდა ეგ მე მაგალითად ვანგალს პირველი ეგ ვკითხე რა გინდოდა რივალდოსგან მეთქე რა შერჩოდი მეთქე ხო ვანგალს ცოტა არ ესმის არ ესმის რომ რივალდოს არა მეო გან არ ვათამაშებდიო მეო პოზიციაზე მინდოდაო სხვა პოზიცია შეურჩიეო რატო შეურჩიე მეთქი ბიჭო თემა სოფლიო სამჯერ მიანიჭა ოქროს ბურთი იმ პოზიციაზე და შენ გინდა რომ ის პოზიცია შეუცვალო მეთქი რაღა მაგას ეტაკე მეთქი რა ნუ ეგ არ მე ხა ვანგალი ხო არ არის ვიღაცა რომ თქვათ არ კონდეს სუსტი არგუმენტი კი ამიხსნა რომ მე ვთვლიდიო რომ მაშინო მყავდა სხვა ფეხბურთელიო სავიოლა მყავდაო ის ყავდა ეს ყავდა აქედან ისა მაშინ ვერ მოუძებნიდი სხვასოც და ვიფიქრე რომ ამის შესაძლებლობა ამას აიტანდაო ნუ იმანაც რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში ვერ შეეწყვენენ ხო აი ხო რა სამოვიდა იცი აჩი რა უნდა კითხო ეხლა არაბიძე ახსენდა აი დარწმუნებული ვარ ეხლა კომენტარებში იქნება არაბიძე ნაკრებში იმიტომ რომ გვაქვს მაგის გამოცდილება გქონია იცი რა შენ ვერ დაუძახებ დღეს არაბიძეს ნაკრებში არ უთამაში 6 თვე აბა აი ხო იყო ფორმაში 2 წლის ადამ წავიდოდა აი ევროპის რა აკლია მაგბი გიოს ხო იცი რა მე ჩემას გეტყვი ხო რა თქმა განსხვავება მე მომისმენია ძალიან აი როგორ გითხრა ორი განსხვავებული აზრი თან ისეთი კაცისგან ვისი გემოვნებაც ჩემსვას ძალიან ემთხვევა მაგრამ ის არის ცნელის გადმოსახედიდან მე ვარ თლად ბოლომდე ვერც ცნელი ვარ ვერც გულშემატკივარი ვარ აი სადღაც მაგ ორთაშუა ვარ გაჭედილი იმიტომ რომ ცნელად არ მუშაობ გულშემატკივარი როგორც ჩაულებრივ გულშემატკივარში არ ვითვლებ იმიტომ რომ ცოტა სხვა თვალით უყურებ მაგრამ აი გიოზე განსხვავება რომ
მიუშვებ და ითამაშებ, არ მიუშვებ და ამას თუ ყველგან სადაც მიუშვეს, ყველგან ითამაშა. მაგრამ მე მქონა ეგეთი, აი ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მასზე. მან უნდა იცოდეს, რომ ის არის ლიდერი. მაშინ ითამაშებს. როგორც კი შენ მაგას აჩვენებ ხასიათის ამბავი. არა, არიან ეგეთი ფეხბურთელები, რომ აი ლიდერი როცა არის, ყველაფერს აკეთებს. და როგორც მეორე ხარისხოვან ან სხვა აბა ვერ უთამაშია ახლა ნაკრებში, მაშინ ესე გაუჭირდება, ოღონდ რაზგე არა, ნუ აი პოზიციურათაც გიო, აი ნამდვილ პოზიციაზე რო აიღო გიოს პოზიცია ბოლომდე ახლა თუ თქვა ერთ-ერთ საუკეთესო წელს ავთვლი ბოლო წლებიდან გამომდინარე იყო ქუთაისში ხო? კი ბატონო. თამაშობდა არც ათიანი არ იყო. არც ვინგერი არ იყო, არც თავდასხმელი არ იყო. რვიანი იყო უფრო, იმიტომ რომ ძალიან ქვევით ჩამოდიოდა, ხო? ნუ ფაქტობრივად მთელი გუნდის შეტევას იწყებდა, თორემ საიდანაც ზართავდა წრიანში არ ხო? ანუ რა პოზიციაზე უნდა ათამაშო და მე ხანდახან როცა ვატოსთან მეგობრობ ძალიან და აი რატო ანაკრებში ძნელი მოსაძებნია მისთვის კონკრეტული ეხა გულშემატკივრისთვის ესე ადვილია სათქმელათო არავითარ უნდა მაგრამ როცა მცნელი ალაგებს ფიქრს თავში რომელ პოზიციაზე რამდენი ფეხბურთელი გამოიძახოს და როგორი ფეხბურთელი გამოიძახოს იძახებს რომ დაუშვათ ქვილითაია ბუდუ მიქაუტაძე კაკაბაძე ისა რა ქვია რომელიღაცა მარჯვენა და აზაროვი შენგენ კაკაბაძე და ვერ გავიხსენებ არა გავიხსენე უბრალოდ უკვე ივან მარცხნივ დაიწყო თამაში გოჩოლა თორე იქ ისე თამაშობს მარჯვნივ კლუბში იმდენად პრობლემურია ხო არა თან არა სტილიც კაკაბას სტილიც სხვა არის ნუ ძალიან კარგად ბურთი ფლობა ესეთი ტიპიური მარჯვენამცველი არის ხო და ნუ ესე ეძახით დაუშვათ ცენტრალურ დამცველს ეს ცენტრალურ მეორე ეხლა გადავედით თქვა კიტე ყავს ჩაკვე ყავს ქოჩორა მექვაბა ვიღაცა მე უკვე აი ამ არა ყავს ეგ პოზიცია ხო აი სად ხო აი ბოლო კი ვიღაცას ვისაც არ კითხავს მეც გეუნები მე ერთ-ერთი არა ვინმე არ გამოიძახოზე არ არის მან ეხა ეგ ძალიან არასწორი ისა რომ მაშინ ვინ არ გამოვიძახო ან არა აი მე გეუნები მე არაბიძის მომხრე ვარ მე ვარ არაბიძისტი ვარ რა ანუ მე გიო ძალიან მომწონს მაგრამ ეხა უნდა ჩავსვა რა რომ დავაყენო ეხა როგორ აყენებ იცი თუ არ წადე ხო ვერ ნახავ ითამაშებს თუ არა მაგრამ ეხლა თუ ჩაკვე მითამაშა ვიღაცა გიოც ირბენსო გეტყვის გიოც ჩამოვა უკან მაგრამ უნდა წადო მაშინ მაგრამ აი ეგ თამაშია ეგ გიოსა პოზიცია არ არის გასამართლებლად კი არ ვიზახით ცნელების მხრიდან კი არ მაგრამ გიო ეგეთ ჩვენ ხო მაგ ვინგერს არ ვთამაშობ ძირითადად მაშინ ხო მარჯვენა ვინგერს არ ვთამაშობ ეგ არ არის ნუ ხა მარცხიდან ისედაც არ თამაშობს 10 ნომერი არ აქვს ესე ფრი ხო 10 ანუტი არა ვიცი ანუტი არ არის აი ეს თავისუფალი ქუთაისში რო 10 ანუტი და ვიცი ანუტი ხო ეგ ანდრო ჟორდანიას მაგარი 10 ანუტი ხო მაშინ მახსოვს ახლა სანიოლი მეტილად მაგას უწუნებდა ინტენსიო არა ინტენსიურიაო უკან იმდენად არ მუშაობს გიოს რასაც გინდა იმას დაუწუნებ რა ანუ რას გეუნებ ცნელი როცა ხარ ეტყვი რომ ის რაღა მაგრამ გიოს პლუსები უნდა მოყვე გინა სტანდარტული გინა ასისტი გინა პასი გინა დღეში თამაში დაარტყავს 5 ჯერ აქედან 4 ჯერ არტყავს იმაში ჩარჩოში და თან რო ხო ძალიან ბევრი პლუსია ხა მინუსი თუ გინა რომელ ფეხბურთელს არა აქვს ხო ამიტომ მოუძებნი ხო ხა მე უფრო იცი რა გამიკვირდა აი მაშინ როცა 18 წლის იყო და პირველად გამოიძახეს ნაკრებში ვაისმა რო გამოიძახა მაგრად ითამაშა აი მე რატო გაქრა აი მე არ გაქრა უყურე რა ხდება მაშინ როცა გამოიძახა ძალიან ცუდ დღეში ვიყავით კი ეხაც გიოს ანუ ცუდს კი არ ვიძახი გიოზე იმ 5 თამაში 4 გოლი რო შეაგდო თუ 3 თამაში 5 გოლი შეა ყველა ჯარი ამხანაგურე ხო ნუ იქ ზოგი სუსტი იყო ზოგი კაი გუნდი იყო მაგრამ ძალიან დაშლილე ძალიან არეულები ვიყავით რა ნუ მე ვითომ ხასია ნუ ხა ხასიათიც რა ყველას რაღაცა ცოტა განსხვავებული ხასიათი გვაქვს ხო და გიოსაც შეიძლება არ არის მაინც ახლა ესე ჯარისკაცივით რასაც ეთყვი გააკეთოს მაგრამ
მე რამდენადაც ვიცი რომ ძალიან დიდი ხანი იყო ჩვენ ფაქტიურად ჩვენს ხელში რა ანუ იმ ასაკობრივ გუნდებში მარტო თამაშობდა რა ხა არ ეწყინება ის გუნდელებს მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო რა ეგეც ზარანდიაც ერთი 4-5 ისეთი ფეხბურთელი იყო რომ უნდა გაფრენილიყვნენ რა ეხა გიოს კიდე ნაკრებში მაინც აქ ნათამაშებდა გოლიც აქ შეგდებული და ეხაც ძალიან მინდა რომ ზარანდიაზე როგორ ეს არის თორე ეხა მაგალითად დღესაც ხო ვაკოზეა საუბარი ხო ამდენი ხანია ნუ რაღაცა ვიცით ხო არა ვაკო იმაზე ყაზაიშვილზე ვიძახი ხო გავიგე მე არა ვატო არა ხო და ნუ ეგ რაღაცა სხვა მიზეზი არის ხო გასაგებია და ნუ მაგრამ ნუ ეხა არის აბა რა სად არის ეხა იმისი ეხა ეგ უფრო ის პოზიციები იქ თავდასხმენსაც თამაშობს 10-იანსაც თამაშობს 9-იანსაც თამაშობს ინგერსაც თამაშობს ეგეთი ფეხბურთელები რომელსაც შეუძლია თან ეხა ეგეთი გამოცდილებით ხო როგორიც ვაკოსა აქვს ხო ნასანაკრებო 60 თამაში აქვს თუ რა ცოტა ხო არ არის ხო ეხა ცოდოა რა რომ იკლებ ნუ გავიგე ესმის რომ რაღაცა პრინციპი არსებობს რაღაცა პრობლემა არსებობს და ნუ ზოგჯერ ხდება ეგრეც რა რომ ვერ შვები მაგრამ ნუ ეხა გიოს აქამდე ალბათ თან იცი რა როგორ ახლა მე ვერ ვიტყვი რომ სანმე რამეში თან დაჩაგრულია ან არ არის თავისი ბრალიც არის ტრავმის ბრალიც არის ცოტა ახლა არც ვაის და არც რომელიმე უცხოებს გეტყვის რა აი რა ახლა ეგერის ყავს აგერის ყავს ანუ მისი ჩანაცვლება მოხდა რა ანუ რო უთხრა რომ ეს მაშინ ეს რატო არ გამოვიძახო გეტყვის და ნუ არგუმენტია რა ვიცი აგერ დაბრუნდა ახლა იმაში ტორპედოში და იმედია აი მაშინ მართლა კარგ ფორმაში იყო იმ 2024-ში ევროპის წინ მაგრამ ნუ 1-2 კარგი მართლა კარგი თამა 1-2 კი გადააბა თამაშები მაგრამ იყო რაღაც თამაშები იქ დაუწმა მე ინტენსიურად არ ახარო და აი მე იყო საუბარი მე ნაკითხი მაქვს ხიზანიშვილის ზურასთვის რა რომ ჩავედითო 1-2 ჯერო საყურებლათო და აი როგორ შენ არ გაქცეულ ხარ ისე არ გაიქცა. მან და მაინც რო ჩავდა. ხო არა, თან ცუდად კი არ უთამაშიაო. არ გაქცეულაო. ხო, ნუ ბურთს მე. არა, ნუ არა, ეგ უფრო მესმის, მან თუ არ გავიქცე, ესე იგი ცუდად კი არ ვითამაშე, უბრალოდ არ ვითამაშე. მაშინ და რაღაც რის სანახავად მიდიოდით მეთქე ეგეც ხანდახან გუშემატკივარს დაებადება რა გინდა სადაც არ დაარტყა ყველა შეაგდო და რას უყურებ რას ნახული მაგრამ ნუ ეხა კაცია და გუნება ჩემი გადასაწყვეტი ხო არ არის ძნელია ამ ხელა კაცია ხა განსხვავებული მენტალური ფრანგი ამ დონის ათამაშები და ეხა ნუ არა აქვს მას ესეთი შეგრძნებები რომელიმე ქართველ ფეხბურთელზე რა მისთვის ყველა ქართველი ერთჩვეულებრივია რა ჩვილი არ არის არც ბიძაშვილი არც მამიდაშვილი არც მეზობლის ნათესავი რა ხო მაშინ და გაიქეცი ითამაში არ გინდა ძმოვაგე ჯარი მესვე ხო რა ლიდერებთან ვერ ითამაშა ეგ თამაში მე როგორც მახსოვს იბერიასთან იყო რა საბურთალოსთან და მე ხო მაშინ ვერ ითამაშა და ეგეც გამოიწვია ხა იქ იმიტომ რომ იბერია ლიდერი იყო და გორი იყო და დაუშვათ მარტო თელავ შეუგდო თუ ცოტა სუსტ გუნდს რა არა ეხა იმ გოლს გინდა ეგ მიზეზი კი თვლი რომ ის იმ პერიოდში თუ გინდოდა გამოძახება შესაძლებელი იყო არავინ არ იტყოდა რატო არ ეძახიო ისეთი პერიოდი ქონა მაგრამ თუ არ ეძახი არგუმენტიცაც მომისმენია რომ აი ნახე აქ ეს ყავს სად ვათამაშო რა ვათამაშო ამ ხანაგურებისთვის ვერ გამოიძახებს იმიტომ რომ ფორმაში არის არა საიდან ხო ნუ ახლა მან კიდე აი რა შეიძლება იცი რომ რა გაიფიქრო რა დაუშვათ ყოფილა შემთხვევა რომ აი ჩაკვეს ძალიან ეხმარენ ხო და რა კაია ყველას უხაროდა და ყველა გულშემატკივრობდით რომ იმ ცუდი პერიოდის მერე ტრავმის მერე არ იყო ხო დაუშვათ ფორმაში მაგრამ მოდი რომ ხასიათზე მოხკი ნუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხა შეიძლება გულის სიგრვეში მაგასაც ფიქრობს იმას თუ ეხმარები მე ცოტა წამეხმარე რა ჩე ბოდიში გაწყვეტე და საუკეთესო ფეხბურთელს დაჯილდოება რო გქონდა კვარა პირველად რო გახდა კვარა ლიდერ სპორტმა ლიდერ ბეთმა მოდიო ჩაკვე იყო დამწრეული მაშინ და მოდიო წავახალისოთო რა და მოვიგონეთ პრიზი რა რომ მიგვეცა ჩაკვეტაძესთვის და რაღაც დავარქვეთ იმ პრიზს მე კიდე უკეთეს ამბავს მოგეწევი მაგას რა რომ
ხო აი წახალისების იმაში რომ იმდენად ჯერა და ჯეროდა და რა სარბიელის ერთ-ერთი გამოკითხვა ჩვენი დროა და ჟურნალისტები იძლევიან როგორც ყოველთვის ხო და სამნა ჯიშკარიანი ერთ-ერთი რომელიც იძლევა ამ იმას და კახარი დამტრეული ჩვენ ცხადაძე არის ხო და ხმებს ხო აძლევ რა პირველი მეორე მესამე და ბოლოს კი ხდება ვიღაცა ნუ რამეშობ ხო და უნდა რაღაცა ლაპარაკში უწერი არ მახსოვს ვიღაცა ცხადაძეც რა და ახას აქ ჯვარედინა გაწყვეტილი 1-6 თვე არ უთამაში არა ნუ ისე არა მანჩესტერ სიტი თუ რა ხო ხა მეთქი პიპინოს არ უთამაშია მეთქი და ხო იციო რა როგორ მიყვარსო და თან ჩვენი ურთიერთობა რაც ესე ბიჭო მეთქი მიშა მეცხი უფრო მაგრამ მიყვარს ბარე მიშა დაგეწერა მეთქი იმიტომ რომ არა ნუ ხო ხდები ეგრეა რა ეხა წახალისებითაც ხო გინდა რა თქმა უნდა ხდება ეგრეც რა რომ თუ გინდა და გინდა რომ ჩქარა და გულშემატკივრობ და რამენაირად დააყენო ჩქარა ჟურნალისტური სხვა არის რა ეხლა მაგ ობიექტურობაა ხო პირველი რა ეხლა მიყვარს და ეგრე მიყვარს ახლა არა პირველ ადგილზე არ ეწერა მესამეზე ეწერა ეხლა იყო ხო ეხლა ეს ბოლო გამოკითხვა რაც იყო მე ზოგადად ეხლა ჩემი სამეული მქონდა რა მაგრამ არა ზოგჯერ არის ხო დღეს ეხლა ცოტა ადვილია მოდი ისე გულახდილა ვთქვა დღეს ეხლა სადაც ვერაცდები რა იმ სამკაცს კოლეგა მიიღო აჩე მონაწილეობა ამ ბოლო გამოკითხვაში და 77 პირველი ადგილი იყო ეხლა ხო რა თქმა უნდა ერთმა ადამიანმა არ დაწერა უკვე მესამე ადგილზე არა ნუ ეხლა ყვარაზე არ ვიძახი კარგი შეიძლება ეგეთი რაღაც ვინ არის ერთმა არ დაწერა და ვინ დაწერა აი მან ყვარას მაგილად მამარდა თუ ჟორჟი დაწერა და ყვარა მესამე იყო თან მესამე იყო მესამე მეორეც არ იყო და ეხლა ხო ნუ მე ხა თუ გავზომავ ზომით კაცმა ლამის ოქროს ბურთი მოიგო და აქ სამეული არა ყვარას ნამდვილად მეორე ადგილზე შეიძლება რომ აი იფიქრო დაუშვათ იქ კიტეს ქონა ძალიან კარგი პერიოდი და აქ და პრეტენზიით რომ შეიძლება იყოს მაგრამ გულის სიგნალში კიტეს კაი ვიდეო ვნახე ხა აი შენგენ აცვალე big balls ხო იცი რა ქვია ინგლისურად რას ნიშნავს გასახდელში რომ დიდი ბურთი კი დიეგო სიმიონეს ისა ხო აი შემოდის ბურთი მომეცი თქვენი დედავატირე ერთი იგი დურთყავს მეორე აკეთი მაიშება მომეცი რა ბურთი გოლი შევაგდო ვინახა და ინგლისურად ვენაცვალია ისეთი გაუკეთა ისა რა ქვია ბიჭებს ანუ ნუ ყოჩახ რა მე აქ ხასიათიდან გამომდინარე გულის ხო რა ძალიან ხასიათო ლიდერი კაპიტანი ის ვიდეო რო იჭხუა იქ არა ეს იყო კიდე აი ახალსო არ თქვე ხარგად ო უცებ რომ ვერ წარმოიდგენ რომ მაგისგან ხო აი ხო უცებ მესმის ვიღაცაზე უცებ რომ ეგეთ ხასიათის კიტე არის ჩვენი დიმიტრი გელოვანი რა ფილმში აი კიტე შეიძლება ყოფილიყო მეორე ეხა იქ ჯორჯს არა აქ ცუდი სეზონი რა თქმა უნდა მაინც ეხა ახალი გუნდია მაგრამ აქ ესეთი ხო ნუ იგივე მამარდასაც აქ დაუშვა არა ჟორჟი ახლა ვილიარეალში ყოფნა არ ითვლებოდა რა იმიტომ წინა სეზონია და ნუ აი უბრალოდ არ დადის ჩემამდე რომ არ ითვლებოდა მაგრამ ნახევარი წელი გეთვლება მაინც ფაქტიურად არა როგორ იყო შენ ტვინში ხო გეთვლება იმიტომ შენ დეკემბერში აძლევ შევსებული იყო იქა ზაფხულში იყო ის არა ჩვენ ახლა შევავსეთ ზაფხულამდე ხო ეს ის არის ფედერაციის მასალების სეზონის რანაერად უბრალოდ ვერ დადეს ჩემამდე. ო რა ვიცი, ხო არსებობს ეგეთი რაღაცები არა უცხო ყველას თავისი და გუნება ხო თავის ვიღაცა თავისი ძობა ქალია და გუნება ხო ამჟამად თამაშია შევწევ კიდე კაი ის მას ადრე რო ქონდა FIFA-ს ქონდა თუ UEFA-ს აღარ მახსოვს ეგ ნებისმიერს რომ თამუნა არ ყოფილა არა ისე ვიძახი შემთხვევაც ნებისმიერის დაწერა რო შეგეძლო რა იქ მაგალითად სუდანის მწვრთნელს სამივე სუდანელი ეწერა იქ ეგეთ
მაშინ კიდე კაი მოსწეს ეგა თორე. არა, თამუნა მაშინ სერიოზულად ჩართული იყო, ყოველ არ მოგშორებია და კი, ყველას. კაცო ისე რა ქვია, ეს არის, მაგრამ ხო და აი ეს მაინტერესებს ჩაკვე, აი იმიტომ რომ ნაკრების შეტევის ხაზზე გვინოდა ეს თემა ცოტა ისა. აი ჩაკვეტაძე, არაბიძე, რატომღაც მე უბრალოდ ჩემი აზრი მაქვს და ყველამ თქვათ რა ეს ცოტა უფრო თანამედროვე ფეხბურთს და აი დღევანდელ ფეხბურთთან მორგებულს თითქოს ჩაკვე არ თამაშობს. აი ხო, მე განსხვავებული სტილია, მართლა ეთყობა ეგეც დაუწუნა. არც ერთს არ უნდა ეწყინოს, ეხა მე არ მინდა რომ შევადარო იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ეხა ჩაკვე თამაშობს და როგორც თამაშობს, მე ვერ წარმოვიდგენდი რომ მას ამ ხელა შესაძლებლობა ჰქონდა მაგ პოზიციაზე ესე ეთამაშა, იმიტომ რომ გადასხვაფერდა მისი თამაში სხვანაირია, იმიტომ რომ ხა ძალიან რთულია, როცა რეალ მადრიდში თამაშობ და როცა თამაშობ ისეთ გუნდში, იმ ქვეყანაში, სადაც ეხა ის თამაშობს და რა პოზიციაზეც ეგ თამაშობს, 60 წუთი დაცვაში ხარ. და იქედან უნდა შეაგდო გოლი იქედან, მაგრამ ქვეცნობიერად ყველა უყურებს შეაგდო თუ არა. იმიტომ რომ მისი ზოგადი შეფასება არის როგორც შემტევი ნახევარმცველი ან ვინგერის ან 10 ნომრის და თუ ხა რო უყურებს სტატისტიკას ორი გოლი. ხო, ჩაკვესგან 2 გოლი ცუდია. ხო. მაგრამ არ თამაშობს ეხა შორს არის 60-80 მეტრია მოწინააღმდეგეს კარისგან და აბა მიდი შეაგდოს ეხა რომელიმე მოდრიჩი აგერო მალავდა ბურს და კარში არ ქონა დარტყმული მთელი სეზონი შეიძლება 2 გოლი შეეგდო ხო და რეალ მადრიდში როცა ბურთი და სულ შეტევაში ხარ და მაგრამ ჩვენთვის მაინც გიო შემტევია გიო მომტყუებელია, გიო გამქცევია, გიო გამკეთებელია, გიო ცარიელ კარებში მიმცემია, გიო ხუთი კაცის მომტყუებელია და რაც გვახსოვს რა, მაგრამ ნუ აღარ თამაშობს იმ პოზიციას. ეხლა არაბიძის შემთხვევა კიდე სხვა არის. მას ეს ფუნქცია ჯერ არასოდეს არ შეუსრულებია. გიო არის კიდე ერთხელ ვიძახი განსხვავებული სტილის, უფრო თავისუფალი, კი, ინტენსივი ირბენ შეიძლება თუ 13 კილომეტრით ირბინოს ბურთი, მაგრამ ნუ ის არ უნდა უგძალო, რაც არის ყველაზე კარგად და ჩარჩოში ვერ მოაქცევ. ჩარჩოში როგორც მოაქცევ, არჩენდა არ ვარ არჩენთვის არც იმისთვის. ჩაკვეს ჩარჩოში მოქცევა ერთი მხრივ უფრო შესაძლებელია, იმიტომ რომ სხვა სტილია და თავისუფალია მისი აზროვნებით, ანუ ძალიან მარტივად შეუულია, მაგრამ უფრო მოწესრიგებულია რა. აი ეგ თქვი. ანუ უფრო მოწესრიგებული მოთამაშეა რა, შეიძლება ბოლომდე აი ეგ მინდოდა მე თქვა უფრო რომ კატებით ვერ წაართოს, მაგრამ სულ ბოლომდე ჩამოყვება ყოველთვის ყველა ხო ვერ ვიტყვი რომ ეხა გიო უფრო მოწესრიგებული არ არის რა. ხო აი ეგ მინდოდა მე. მისი მინუსი შეიძლება იყოს ეს, მაგრამ შეიძლება პლუსიც იყოს, მე უფრო თორე ბრწყინვალებით, თავისი ბრწყინვალებით და ის შემოქმედებით სტილში, მე ვფიქრობ, რომ არაბიძე უფრო იყო ლიდერი თავის ასაკობრივ ნაკრებში, ვიდრე ჩაკვე თავის ასაკობრივ ნაკრებში. აი ფეხბურთის მასშტაბი, ანუ გამოჩნდა, რომ ჩაკვეს უფრო მასშტაბური შესაძლებლობები აქვს. ანუ ახან ესეც აი ესეც შეძლო, ისიც შეძლო და ახლა გიო მაინც უფრო შემტევი 10 ნომერი, ნუ ვინგერი ერქვა თავის დროზე, იმიტომ მარჯვენა თამაშობდა, ან თავისუფალი როლის მოთამაშე ფეხბურთელია, რომელსაც ახლა თუ მაინც გინდა რომ უკან ჩამოვიდეს, ჩამოდის უკან. მაგრამ მაინც თავისუფალია, ლიდერია, ზოროა რა. ზორო. ხო. და ნუ როცა ზოროა, მოწესრიგებულია. თანამედროვე ფეხბურთი უნდა მიცეკ თავისუფლება და მაშინ უფრო შეძლებს შედეგის დადებას. ესეთია რა. ეხა კიდე ერთ საათს სიამოვნებით ვილაპარაკებდით, მაგრამ თავიდან როგორ დაიწყო არჩილმა გახსოვს, რომ ჩივას მერე ვზივარო აქო და ძალიან საინტერესო ვარი გამოგვივიდა. არა, გავრილიცვა მოყვა სასწაული ამბები. არჩილ, მადლობა დიდი. თუ საინტერესო იყოს. ყველას წარმატებები, მეც ბიჭებს ახლა დაიწყება მეორე წრე და მინდა რომ ყველას წარმატება უსურვო.
ხვიჩას. აკლები ტრავმები. არა, ტრავმები აღარ გვინა კაცო, ხა მოდის. ერთი სიტყვით გითხარი იური ტაბატაძეს რას უსურვებ ამ დროს? აი თავს როგორ მიხედოს? რო გავიგებ ზუსტად რა ჭირს შემილია უფრო კარგად, მაგრამ მინდა რა თქმა უნდა მალე გამოჯამთელება უსურვო და აუცილებლად მინდა რომ ისწავლოს აქ ფეხის მოვლა. სამწუხაროდ თელი კარიერა ეხა უნდა არა და მაგრად ფეხს რა ანუ ზედმეტი არაფერი არ გააკეთო, ჯობია რომ ზედმეტი არ გააკეთოს და თამაშისთვის ანუ დღევანდელი ანუ სპორტი არის ვარჯიში, მაგრამ თავარია თამაში. და იმ თამაშზე უნდა იყოს მზად და არა ვარჯიშზე. ხო და თან ეგ ისეთი ბიჭი ნამდვილად არის, იმიტომ რომ მაშინაც აი ჯერ არც იყო გამოჩენილი, მაშინ ლაპარაკობდნენ სასწაული რეჟიმისტიაო რა და ავიც იმედია ამ შემთხვევაში რეჟიმსთან არანაირად გამოძვრება მაქვს. ხო მე აი კიდე ერთ რამეს დავამატებ, აი რა გავაკეთო. მე ყოველდღე ვარჯიშობდი. მე ექიმა მითხრა რომ რატო ვარჯიშობ ყოველდღეო? ბიჭო მეთქი რა გავაკეთო? არ ვთამაშობდი, ეხა ფეხი მტკი ხონო არა, ტვინი უნდა დაასვენო. ტვინს უნდა ასწავლო რომ შენ დღეს აღარაფერი აღარ გტკივა. ანუ აი 1-5 დღე ხო ვარჯი ხო ანუ 1-2 შაბათი ვარჯი გეტკინა სამშაბათი ყველა ანუ შენ კი ვარჯიშობ გტკივა მაგრამ ერთი დღე არ უნდა ივარჯიშო განა იმიტომ რომ ვარჯიში ჩააგდო იმიტომ რომ ტვინმა ციცოდესო დღეს არაფერი არ ტკენიაო რა ხან არის ვარჯიში დაისვენო და ეს მოგარჩენსო რა ამიტომ აი ეს ზომაწონაც უნდა მიაგნოს ხო საინტერესოა ხო ყველაფერი ტვინედან ფილტვი ხო